საღამო მშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. წმინდა სინოდი ახალი პატრიარქის ასარჩევად ემზადება. დღეს მღვდელმთავრებმა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით სხდომა გამართეს და პატრიარქის არჩევის საპროცედურო საკითხებზე იმსჯელეს. პატრიარქის არჩევის წესს 1995 წლით დათარიღებული დებულება განსაზღვრავს, თუმცა არ არის გამორიცხული 31 წლის წინ დადგენილ დოკუმენტში გარკვეული ცვლილებების შეტანა გახდეს საჭირო. განსაკუთრებით პატრიარქობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. დღევანდელ სხდომამდე კი ასეთი ორი გამოიკვეთა: ასაკი და თეოლოგიური განათლება. მღვდელმთავრების ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკლესიის მართვა გამგეობის დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმები დაზუსტებას საჭიროებს, რათა კანდიდატების დასახელებისას ადგილი არ ჰქონდეს გარკვეულ ინტერპრეტაციებს. უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელ დიპლომთან ან თუნდაც 70 წელს მიღწეულ კანდიდატებთან დაკავშირებით. თუმცა ის, რაც დებულებით მკაცრად არის განსაზღვრული, პატრიარქის არჩევის ვადებია. დებულების თანახმად პროცესი მკაცრად გაწერილია დროში, რათა ეკლესია დიდხანს არ დარჩეს პატრიარქის გარეშე. დაობლებიდან არა უგვიანეს 40 დღისა მოსაყდრემ უნდა მოიწვიოს წმინდა სინოდის სხდომა. საპატრიარქო კანდიდატების გამოსავლენად, ხოლო 40-60 დღის შუალედში უნდა ჩატარდეს გაფართოებული საეკლესიო კრება ამ კანდიდატებიდან კათოლიკოს პატრიარქის გამოსარჩევად. წმინდა სინოდის შემადგენლობაში დღეს 39 მღვდელმთავარია. პატრიარქის არჩევის პროცესში წმინდა სინოდს გადამწყვეტი როლი აკისრია. სინოდის სხდომაზე, რომელსაც მოსაყდრე თავმჯდომარეობს, თითოეულ მღვდელმთავარს აქვს უფლება დაასახელოს მხოლოდ ერთი კანდიდატი, მათ შორის საკუთარი თავიც. დასახელების პროცესი, როგორც წესი, ღიად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ერთი მღვდელმთავრის მიერ დასახელებაც კი საკმარისია, რომ პირი მოხვდეს კანდიდატთა სიაში. თეორიულად, თუ სინოდის წევრები ვერ შეთანხმდებიან, შესაძლოა დასახელდეს იმდენივე კანდიდატი, რამდენი მღვდელმთავარიც არის სხდომაზე. რადგან გაფართოებულ კრებაზე ათეულობით კანდიდატის წარდგენა პროცესს გაართულებდა, სინოდი ატარებს ფარულ კენჭისყრას. ამ კენჭისყრის მიზანია დასახელებული მღვდელმთავრებიდან შეირჩეს მხოლოდ 3 კანდიდატი, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებენ. სწორედ ეს 3 პირი ხდება ოფიციალური პრეტენდენტი პატრიარქის ტახტზე. კრებაზე ხდება იმ 3 კანდიდატის განხილვა, რომლებიც სინოდმა შეარჩია. კანდიდატის შესახებ აზრის გამოთქმის უფლება სიტყვიერად აქვს კრების ნებისმიერ მონაწილეს. სხვათა შორის, ჩვენი ეკლესიის ტრადიცია უნიკალურია იმით, რომ პატრიარქის არჩევას არ ესწრება მხოლოდ სამღვდელოება. კრებაზე სინოდის სრული შემადგენლობის გარდა წარმოდგენილი არიან სხვა სასულიერო პირებიც, თითოეული ეპარქიიდან არჩეული დელეგატები, ბერმონაზნობა, მონასტრების წარმომადგენლები და საერო პირები, მრევლის მიერ არჩეული დელეგატები. თუმცა პატრიარქის არჩევაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. კენჭისყრა არის ფარული, არჩეულად ითვლება ის, ვინც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, 50% პლუს 1 ხმა. თუ ხმები ისე გაიყო, რომ ბარიერი ვერავინ გადალახა, იმავე დღეს ტარდება მეორე ტური, ორ საუკეთესო კანდიდატს შორის. კენჭისყრისას ხმის მიცემისგან თავის შეკავება მღვდელმთავრისთვის კანონიკურად დავშვებელია. საეკლესიო სამართლის მიხედვით წმინდა სინოდის წევრობა არ არის მხოლოდ პატივი, ეს არის ვალდებულება, როდესაც ეკლესია დგას ასეთი მნიშვნელოვანი წყევსმთავრის არჩევის წინაშე. თითოეულ მღვდელმთავარი ვალდებულია გამოხატოს თავისი პოზიცია, თავის შეკავება აღიქმება როგორც პასუხისმგებლობისგან გაქცევა და ეკლესიის ბედისადმი გულგრილობა. ამიტომ ახლა ქვეყანა კიდევ ერთი ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, სადაც ერთსაც და ბერსაც გმართებს, რომ ამ საკითხს უდიდესი პასუხისმგებლობით, სუფთა გულით, ნათელი გონებით და მტკიცებთ წმენით მოვეკიდოთ. მე უფე სტეფანე, ჭყონდიდის ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი ჩვენთან ერთად მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. 6 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა დღევანდელი სინოდის სხდომა.
როგორც ვიცით, თქვენ სარედაქციო ჯგუფის შემადგენლობაში, ასე ვთქვათ, ირიცხებით ახლა. სანამ გავიგებთ რა ფუნქცია მოვალეობები დაიკისრება ამ პერიოდში პატრიარქის არჩევამდე სარედაქციო ჯგუფს, გითხარით დღევანდელ სხდომაზე, რაზე მოახერხეთ შეთანხმება და რაზე ვერ შეთანხმდით მღვდელმთავრები? ყოველ შემთხვევაში ვერ შევთანხმდით, ასეთ საკითხი არ არსებობს. ყველაფერზე შევთანხმდით, რაც ამ ეტაპზე იყო საჭირო, იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი სინოდი იყო მხოლოდ პროცედურული საკითხების გადამწყვეტი და გარკვეული, ასე ვთქვათ, აი იმ კომისიების შერჩევა მოხდა, ვინ იქნებოდა სხვადასხვა კომისიაში, ასევე გარკვეული პროცედურული საკითხები, რომლითაც უნდა მომზადდეს ეს კენჭისყრები თვითონ სინოდის, შემდგომი სინოდის, სანამ მოხდება ესე იგი გაფართოებული კრება, მანამდე უნდა კიდევ ერთი სინოდი ჩატარდეს, როგორც მინიმუმ შეიძლება დაგჭირდეს კიდევ ერთი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საკმარისი გახდება. ერთი რამეს უზუსტობა იყო თქვენ ასე ბრძანებდით, ის მართვა გამგეობის დებულებაში ჩვენ ვერაფერს ვერ შევიტანთ ცვლილებას. არანაირად, იმიტომ რომ ჩვენი კომპეტენცია ეს არ არის. დღევანდელი სინოდი დაქვრივებული ეკლესიის სინოდია, რომელიც ამზადებს მხოლოდ პატრიარქის არჩევის საკითხებს და არჩევნების ჩატარებამდე რამე ახალი დებულებების შეტანა თქვა. კარგი, დავაზუსტებ მეუფელ, მე ვგულისხმობდი პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებულ და განათლებასთან დაკავშირებულ საკითხს, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე ზეპირსიტყვიერად დღევანდელ სხდომამდე მოგვისმენია არა ერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირისგან, რომ უნდა მოხდეს კრიტერიუმების დაზუსტება, ანუ 70 წელში იგულისხმება 70 წელს მიღწეული ადამიანი, თუ უკვე 70 წლის, მაგალითად 71, 72 წლამდე და ასევე იყო სასულიერო განათლებასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტების სურვილიც, რამდენადაც ჩვენ გავიგეთ, თუმცა უკეთესად ალბათ ეს საკითხები დღეს იქნებოდა და დასმული თავად ამ მღვდელმთავრების მიერ და ძალიან საინტერესოა, ეს საკითხები რა ფორმით იყო დღეს განხილული და რა გადაწყდა ამ საკითხებთან მიმართებაში? პირველი საკითხი რაც შეეხება, ესე იგი 70 წელს. ანუ ეს საკითხი უშუალოდ კანდიდატების დასახელების წინ იქნება დადგენილი საბოლოო ჯამში, ოღონდ ჩვენ არ უნდა გავცდეთ მართვა გამგეობის დებულების, ესე იგი, ფარგლებს. ანუ აქ უნდა ისე მოხდეს ეს ყველაფერი, რომ თუ დასუსტება საჭირო იქნება, ეს უნდა მოხდეს იმ ფარგლებში, რაც მართვა გამგეობის დებულებით არის. რაც შეეხება განათლების საკითხს, იქ წერია, ჩვენ ახლა ამის შეცვლა არ შეგვიძლია, რომ აუცილებელია საღვთისმეტყველო განათლება და წერია სემინარიის დონეზე, თუ აქვს ადამიანს საღვთისმეტყველო განათლება, ითვლება, რომ ის შეიძლება იყოს დაშვებული აი ესე იგი კანდიდატად. ანუ დაზუსტება მოხდება შემდეგ სინოდის შემდეგ სხდომაზე, თუმცა ეს რა თქმა უნდა ასაკთან დაკავშირებით. ასაკთან დაკავშირებით. ხოლო ამ განათლებასთან დაკავშირებით იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც არის, შეიძლება იყოს აკადემია დამთავრებული, სასულიერო აკადემია, შეიძლება იყოს სასულიერო სემინარია დამთავრებული, შეიძლება იყოს, თქვათ, უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის, ესე იგი, დამთავრებული, ზოგი დოქტორიცაა და ამ შემდეგ და ეგ უკვე სხვა საკითხია. უბრალოდ ამ ჩარჩოებში უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რამე ცვლილებების შეტანა მართვა გამგეობის დებულებაში არ შეგვიძლია, რადგან ჩვენ ამის უფლებამოსილება არ გაგვაჩნია. ეს გაფართოებული კრების უფლებამოსილებაა და არჩევნების წინ ასეთ საკითხებს თქვენ იცით, სხვაგანაც არავინ არ აკეთებს არჩევნების წესში ცვლილებებს, იმიტომ რომ ეს იწვევს სხვადასხვა აზრებს და ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა მივყვებით როგორც წერია მართვა გამგეობის დებულებაში და იქ თუ რამე დასაზუსტებელი იქნება, უშუალოდ სანამ კანდიდატების წარდგენა მოხდება, ეს საკითხი იქ ბოლოს უკვე დაიხვეწება, ამაზე ყველა შევჯერდით.
ხო, მანამდე ანუ მსჯელობა გაიმართება, აი რა ფორმატში გაიმართება და თქვენი პირადი აზრიც მაინტერესებს, აი ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით თქვენ რას ფიქრობთ, გამომდინარე, ასე ვთქვათ, წმინდა სინოდის დღევანდელი შემადგენლობიდან? აი იცით როგორ რამეა? მე უმრავლესობას დავუჭერ მხარს. აი არა მაქვს ისეთი პოზიცია, რომ აი გინდა თუ არა კონდეს რაღაცა ამაზე მე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია რომ მივიდეთ ნორმალურად არჩევნები ჩავატარო და შედეგები გქონდეს ვიდრე ახლა რაღაცა მე არ შევქმნი არც ერთი მიმართულებით პრობლემას თუ თქვათ უმრავლესობა გადაწყვეტს ესე მე ოღონდ არ უნდა გაცდეს აი ამ დებულებას ეს ჩვენი პოზიცია. კი ბატონო, მე უფრო ნორმალურად მისვლაში რას გულისხმობს და აი ძალიან საინტერესოა მე ხა არ მაქვს საკმარისი ცოდნა საეკლესიო კანონიკის და თუმცა ძალიან დიდ ინტერესს იწვევს არც ხა ისეთი გამოცდილება არ გვაქვს ხომ დიდი ხო ბოლოს 1977 წელს კი ბატონო ავირჩიეთ პატრიარქი სწორედ იმ წელს დავიბადე მე და მით უმეტეს და აი ძალიან საინტერესოა არსებობს თუ არა ამ თვალსაზრისით რაღაცნაირად პატრიარქის არჩევის პროცესში მოდი ასე დავარქოთ წინა საარჩევნო პერიოდი და აი სარედაქციო ჯგუფი რომლის შემადგენლობაში თქვენ შედიხართ რას აკეთებს ამ პერიოდში იცით რა არის ახლა ჯერ დავსახელდით ხოლმე და ჩვენ უნდა შევიმუშაოთ წესი როგორ ვიმუშაოთ ანუ უნდა შევიკრიბოთ და ეს საკითხი ასე გავწეროთ თუ როგორ ვიმუშაოთ ჩვენი კომისია სხვა კომისიები ასევე და საბოლოო ჯამში ის რომ მე წინასწარ ახლა რამე ვთქვა არ შემიძლია იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ დასახელებულები ვართ ანუ როცა შევიკრიბები და ეს საკითხები გაირკვევა როგორ ნუ გასაგებია რომ აქ არის ის დოკუმენტები რომლებიც იქნება სინოდზე და კრებაზე გამოტანილი და იმასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება სარედაქციო მუშაობა ანუ დახვეწა იმ ტექსტების თქვათ მომზადება და ასე შემდეგ მე ასე ვხედავ ჩვენ მუშაობას მაგრამ აი ის რომ კონკრეტულად აი თქვენ რომ გაინტერესებთ კონკრეტულად ჯერჯერობით ეს კონკრეტიკა არ იქნება რა. კი ბატონო, თუმცა აი ნორმალურად მივიდეთო, ახსენეთ და რას გულისხმობდით, ანუ გვესმის ხომ საუბრები აი ამ პატრიარქის არჩევის პროცესში შესაძლო გარე თუ შიდა ჩარევების შესახებ, ხო? არა, ჩარევებთან არ ვლაპარაკ, ნორმალურად გულისხმობ იმას, რომ ჩვენ რაიმე არ შეგვეშალოს აი ამ პროცედურულ საკითხებში, რომ ყველაფერი თავის ადგილზე იყოს და ჩვენ კომპეტენციის ფარგლებს არ გავცდეთ და იქ არ ქონდეს ერთმანეთთან უაზრო კამათი, რომელიც პრაქტიკულად არაფერთან არ არის დაკავშირებული. უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია და ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აი წინასაარჩევნო კამპანიას რასწავლობთ თქვენ ეს წინასაარჩევნო კამპანია ესეთი რაღაც პრესა ტელევიზიაში არ იქნება ეს იქნება როდესაც დასახელდებიან კანდიდატები ანუ უკვე რო შეერჩევა 3 კანდიდატი იმათ ექნებათ წარსადგენი თავიანთი პოზიცია როგორ აპირებენ ამ საკითხში მონაწილეობას ანუ პატრიარქობის შემთხვევაში როგორ ანუ ერთგვარი ასე ვთქვათ საკუთარი ხედვა უნდა წარმოადგინონ იმისა თქვენ აი თქვენ ფაქტობრივად უკვე გაქვთ თქვენი არჩევანი გაკეთებული მე ვთქვი ხო კი და თქვით რომ უწმინდესის მიერ გამორთია მოსაყრეშიოს მას ვენდობი პატრიარქის გადაწყვეტილებას ვენდობი და მე მიმაჩნია ჩემთვის არანაირი არჩევანი ამ შემთხვევაში გასაკეთებელი არ მაქვს მე რო ვთქვათ სხვა კანდიდატზე ვიფიქრო პატრიარქის არჩევანი ჩემთვის მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე როცა ვამბობ რომ აი ჩვენი პატრიარქი ამდენი წელია ჩვენთვის ასე ზრუნავდა ამდენი ხანი გამოარჩია მოსაყდრე ნუ ყოველ შემთხვევაში ვხედავთ მის საქმიანობას მე მაგმაყოფილებს მეუფაში ესე იგი და ეს არ არის თქვათ არჩევანის ფარულობის დარღვევა მე რასაც ვაკეთებ მე აზრი მაქვს უბრალოდ ასეთი და ვთქვი ეს და არ მინდა რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რამეში შევიდე პოლემიკაში ვინმესთან უბრალოდ ჩემ პოზიცია და მეტი არ აქვს
თუმცა კანდიდატებთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, პოლემიკა დღეს არ ყოფილა სინოდის ხდომის შემადგენელი. არ იყო მნიშვნელოვანი ეს საკითხი, დღეს ჩვენ ამას საერთოდ ამაზე არ გვიმსჯელია. სხვა შორის მეუფე იყო საუბარი იმის შესახებ, რომ თითქოს პატრიარქის მოსაყდრეს აქვს ორი ხმა. შემდეგ როგორც ჩვენ გავარკვეთ, აქვს ერთი, მაგრამ გადამწყვეტი. რას გულისხმობს ეს გადამწყვეტი? არც გადამწყვეტი. ნუ ვინ თქვა ეს რომ გადამწყვეტია? ერთი ხმა აქვს. უბრალოდ უწმიდესისგან წარდგენილია ადამიანი, როგორც მოსაყდრე, ანუ მას მიაჩნია, ასე იგი პატრიარქს მიაჩნდა, რომ ამ პიროვნებას მისგან უნდა ესწავლა ძალიან ბევრი რამ და თითქმის 9 წელი გვერდში ყავდა. იქ რაღაცებს აკეთებდნენ ერთად. ყველაფერში მე ვიცი ზუსტად და ამიტომ ამას ვამბობ ღიად. ყველაფერში მეუფეშიო ათანხმებდა პატრიარქს თავის მოქმედებებს. არასდროს თვითნებური გადაწყვეტილება არ მიუღია. მხოლოდ იმ ფარგლებში ღებულობდა გადაწყვეტილებებს, რაც პირადად მის კომპეტენციაში შედიოდა, ასე ვთქვათ, მის ეპარქიაში და ან კიდე რაც ქორეპისკოპოსის პოზიციაზე მას ევალებოდა, როგორც მოსაყდრე ის ყველა საკითხს, ანუ რაც ქვია ეკლესიის მართვას ზოგადად პატრიარქის გარეშე არაფერი არ გაუკეთებია, მას ყველაფერი პატრიარქთან შეთანხმებით კეთდებოდა. ამიტომ მაქვს მისი ნდობა. მესმის, მაგრამ მღვდელმთავრებში არსებობს, როგორც ვხედავთ, აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. არანაირი პრობლემა. და დღემდე არ ვიცი, ისეთი აქტუალობით არა, მაგრამ დროდადრო მაინც ისმის ხოლმე შეკითხვა პატრიარქის ანდერძთან ეს არის ანდერძი. პირდაპირ უწმინდესმა დაწერა ქაღალდზე და თვითონვე ესე წაიკითხა და რატო დაწერა თავისი ხელით. მე თუ დააკვირდით, მან თქვა წმინდა გიორგი მას ეინებაო. წმინდა გიორგი მინება ეს ტყუილა კი არ თქვა რაღაც, არამედ მას აქვს ეს დარწმუნებულობა, რომ წმინდა გიორგი მას ეინება, რომ მეუფეშიო გამორჩეულიყო მოსაყდრედ. და იმ შემთხვევაში ანდერძით და ყველაფერიც ეს არის, ანუ სხვა ანდერძის ძებნა უაზრობაა. შესაძლებელია თუ არა მოხდეს ისე, რომ საბოლოოდ მხოლოდ მეუფეშიო იყოს ერთადერთი პატრიარქობის კანდიდატი, როდესაც საქმე კენჭისყრამდე მივა. არ ამგონია, იმიტომ რომ არ არის ეს სიტუაცია, ჩვენ არა ვართ ხელის ამტევები, რომ ჩემ პოზიცია რო არის ასეთი ეს შეგნებული პოზიცია და არა რაღაცა, აი როგორ გითხრა, უნდა ავწიო ხელი და არა, მე გააზრებულად ვამბობ ამას. სხვები გააზრებულად ამბობენ იმას, რასაც ამბობენ და არ ამგონია, რომ ერთი კანდიდატი იყოს მხოლოდ. ამბობენ, რომ ანუ უფრო რაღაცა ასაკოვანი, ფსიქოლოგიურად მომზადებული, ასე ამბობენ მღვდელმთავრები, უნდა შეხვდეს მღვდელმთავარი პატრიარქის მძიმე ჯვარს. ამაზე რას ფიქრობთ? მოდი ერთ რამეს გეტყვი. დიახ, მითხარით. მე როგორ ვაზროვნებ, როგორ ვუდგები ასეთ საკითხებს. სულიწმინდა როგორც ასეთი არა რაღაცა მითია, არამედ რეალობაა და სულიწმინდა წვიტავს ასეთ საკითხებს. როცა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს, სულიწმინდით წდება ეს საკითხი. მე არ ვამბობ ამას, როგორ გითხრათ, აი თეორიული ცოდნიდან გამომდინარე, პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე. ავიღოთ ახლა ჩვენ პატრიარქის აი ეს დღეები, როდესაც მე კიდევ ერთხელ მინდა თქვენც მოგისამძიმროთ და მთელ საქართველოს ჩვენი პატრიარქის აი გარდაცვალება და მე მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო, ახლა არა ის რომ პატრიარქი გარდაიცვალა, იმიტომ რომ პატრიარქი როდესაც უნდა გარდაცვლილიყო, ეს არის ადამიანური წესი და არამედ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რა მოხდა ამის შემდეგ. ამის შემდეგ როგორ გითხრათ, ეს არ მომხდარა, რომ აი თქვა ვიღაცა მოთხარ ხალხო გამოდით ახლა და იქ უნდა მივიდეთ და ან კიდე ვიღაცა თქვა აი ხა თუ არ გამოხვალ შენ და ჩაგწერდა მე ნახავ შენ რა მოგივა. იქ იყო აი პირდაპირ ადამიანების აი ესეთი როგორ გითხრა ერთიანი განწყობა და თუ დააკვირდით სევდა იყო, მაგრამ სულ ყველა ვინც ამბობდა სევდაზე
ამბობდა რომ სიხარულიც იყო. არა ისეთი სიხარული რომ აი ადამიანი გარდაეცვალა გიხარ, არამედ ის სიხარული ერთად ვართ და ჩვენ პატრიარქთან ერთად ვართ. აი ეს ტკივილ ნარეvi, ცრემლ ნარეvi სიხარული არის სული წმინდის მადლით. ამდენი ხალხი ერთად შეკრებილი, რომელიც აი ასე გულწრფელად და ალალად იმ ბავშვებიან, დიდებიან, ინვალიდე ყველა ადამიანი, ყველა სახის ადამიანი იყო, ზოგი ასეთი ზოგს არც კი შეეძლო დგომა, მაგრამ მაინც მიდიოდა იქ ბავშვები რომ აწვდიდნენ იმ წყალს და იმ რაღაც ნუ რა ქველმოქმედება და 1000 რამე ისეთი დადებითი თვისებები გამოავლინა ამ ხალხმა რომ აი აშკარად ჩანდა რომ სული წმინდა ამ ადამიანებთან იყო და უწმინდესის აი ეს ლოცვა კურთხევა კვლავ ვრცელდებოდა ჩვენს. ნახეთ, აი მე უფრო ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ და რადგან თქვენ თავად წამოიწყეთ ამაზე საუბარი, მეც გავბედავ და გეტყვით. აი ყოველთვის, როდესაც ჩვენ მრევლი სასულიერო პირებისგან ვითხოვთ ხოლმე, ასე ვთქვათ, უფრო სწორედ ღმერთისგან ვითხოვთ ხშირად ხილულ მინიშნებას, ხო? რაღაცა ხილულ სასწაულს. და სასულიერო პირები გვეუბნებიან, რომ არ შეიძლება ასეთი განწყობით, განცდით იცხოვრო და ამით განიმტკიცო შენი რწმენა. ეხლა მე მომიჩვენოთ, თუ თქვენ მიანიშნებთ, რომ ის რაც მოხდა პატრიარქის გარდაცვალებიდან მისი სასწაული იყო ოღონდ. ეხლა უყურეთ რა განსხვავებაა. მემრუშე და ცოდვილი მოდგმა სასწაულს ეძებს, არ მიეცემაოსო. გესმის რა ხდება? ჩვენ სასწაულს არავინ არ ვეძებდით ამ შემთხვევაში. ხო, არ ვამბობ, რომ ჩვენ წმინდანები ვარ და არაფერი გვეშლება. ამიტომ ის რომ მემრუში და ცოდვილი მოდგმა სასწაულს არ უნდა ეძებდეს რეალობაა. აი, ყველამ ჩვენ თავში ჩავიხედოთ და ეხლა მე სასწაული როგორ უნდა მოვითხოვო ღვთისაგან, როდესაც ნუ რა ვიცი, მე უნდა ვიცხოვრო ისე, რომ უფალს როგორ აი უფალს ვესათნო. ანუ უფალმა რომ შეიწირო ჩემი ცხოვრება. შეიძლება მე ბევრი რამე მეშლება, მაგრამ ერთი რამე გასწორდეთ ყოველთვის, რომ აი სასწაული, რომელსაც ვერ ხედავს ადამიანი, მაგრამ რეალურია. სასწაული როგორი? იცი, აი უფალო შემიწყალე და უფალი რო გიწყალებს. გულით თუ თქვი, აი შენ რო უფალს ეუბნები, შემინდე უფალო, მე ჩემი ცოდვები, აი ეს აღსარების საიდუმლოება არის სასწაული, რომლითაც შენ გეხსნება ის მრავალი ცოდვა, რომელიც შენ გონია რომ არ მოგეხსნება და როცა გონი ადამიანს რომ მას იმდენი ცოდვა აქვს რომ შეუძლებელია რომ მას მიეტევოს, აი მარიამ მაგდალინელი, მარიამ ეგვიპტელი, სხვა წმინდანები ვნახოთ, რომლებიც იყვნენ, ნუ როგორ გითხრათ, ადამიანურად ძალიან ცუდად ცხოვრობდნენ, მაგრამ უფალმა მის ესეც სასწაულია, ოღონდ ამას კი არ უყურებს ადამიანი. გინდა თუ არა, უნდა რომ ცეცხლში გაიაროს ვინმე, ან რაღაცა ისეთი გააკეთოს, რომ ყველა განაცვიფროს. და უფალი ასეთ რამეებს არ უშვებს. უფალი აი ეს რაც ახლა მოხდა, ეს სიმშვიდეში სიხარული და თან სევდა ნარეvi სიხარული, სევდა ნარეvi ერთობის რაღაც განცდა. ეს არ არის ის ჭყიალა სასწაული, რომელსაც მოელის მემრუშე და ცოდვილი მოდგმა. არამედ ეს საჩუქარია, ესა ნიჭი. ღვთისაგან მონიჭებული, ან ნიჭი რას ნიშნავს? საჩუქარს, ხო? ესეთი მომენტი აქ არის საჩუქარი ღვთისაგან იმ ადამიანებზე, რომლებიც გულით აი წრფელად დადგენ ღვთის წინაშე და უწმინდესმა ეს ადამიანები აი ასე განაწყო და მერე უცებ მოხდა ასეთი რამე. ხო, მაგრამ 39 სინოდის 39 წევრიდან რამდენი ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით? მე დარწმუნებული ვარ, ყველას ექნება გააზრებული ეს სიტუაცია. ოღონდ ნუ ვის რა აქვს ახლა მე ისე ვერავის ვერ დავაბრალებ თქვათ იმას, რომ ვინმეს არ უნდა ხვალინდელი დღე ისე იყოს, როგორც უწმინდეს უნდა და ან კიდე ჩვენერს როგორც უნდა. ვერავის ვერ დავაბრალებ. შესაძლებელია ზოგი ფიქრობს, რომ თვითონ უკეთესად გააკეთებს ამას. მე არ მიმაჩნია ასე. გაუძღვება დედა ეკლესიას. ესე იგი, როგორ ამეა, იცი? ეს მე არ მინდა
ამ საკითხში ღრმად შესვლა, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ყოველ უდელთავარს გააჩნია თავისი სინდისი, თავისი პატიოსნება, ღვთის წინაშე ერთგულება და მათი დამოკიდებულება ხვალინდელი დღისადმი, თუნდაც პატრიარქის საკითხისადმი, ისეთ იქნება, რომ აწონილი ექნებათ ეს ყველა აი უბრალო სიტყვის თქმა არაფერს არ ნიშნავს. აწონილი სიტყვა უნდა ითქვას და ეს აწონილი სიტყვა არ შეიძლება იყოს უბრალოდ რაღაცა შენი ამბიციები არ რაღაცა, არამედ ეს უნდა იყოს უფლის წინაშე სიმართლით ნათქვამი. კი ბატონო, აი თქვენ ერთ-ერთი მღვდელმთავარი ხართ, თანაც უკვე თქვენი ჩამოყალიბებული პოზიციით პატრიარქობის კანდიდატთან დაკავშირებთ, რომელიც საჯაროდ გაქვთ გაცხადებული. ასე ვთქვათ, ზეწოლის თუ გარეთუში და ჩარევების რისკს რამდენად ხედავთ? შეგახსენებთ რუსეთის დაზვერვის განცხადება, სადაც იყო ნათქვამი, რომ მსოფლიო პატრიარქი ცდილობს ასე ვთქვათ, ჩაერიოს ამ პროცესში და საკუთარი კანდიდატურებიც ყავს და სხვათა შორის დღეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ აქვს ადგილი გარეთ ჩარევის ფაქტებს და ეს საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდანაც ჩანს, მოკლედ უცხოეთიდან დაფინანსებული სხვადასხვა მედია საშუალებები თუ ორგანიზაციები რაღაცნაირად ცდილობენ ამ პროცესზე ზეგავლენა მოახდინონ. აი თქვენი დაკვირვება ამ საკითხთან მიმართებაში როგორია? გეტყვით, საქმე რაშია იცით? ზოგადად აი როცა ასეთ რამეს ამბობს ადამიანი, ხო? ეს პოლიტიკური შეფასებებია და ჩვენ პოლიტიკურ შეფასებებს დიდად არ მივყვებით, იმიტომ რომ უფრო მიგვაჩნია მეტად მნიშვნელოვანი ღვთისაგან მოცემული მადლი, რომელიც არის სულიწმინდის მადლი და რომელთაც ეს ყველაფერი უნდა მოხდეს. ვერავინ ვერ შემაცვლენებს მე აზრს იმის გამო, რომ ვიღაცას ესე იგი რაღაცა უნდა რა. ვერა და ეს ისეთი რამეა, მე დარწმუნებული ვარ, ვერც ერთ მღვდელთავარს ვერ ეტყვით, რომ შენ ვინმე ზეწოლით მოქმედებ. ან კიდე შეგეშინდა ვინმესი ესეთი რამე, ну, ამას აბსოლუტური პასუხისმგებლობით ამბობთ, რომ ცდილობაც კი ვერავის ექნება, ვერც ერთ მღვდელმთავართან. პირდაპირ ანირიბად, ხო? ახლა მე გეტყვით, საქმე რაშია ზოგადად ადამიანის სისუსტეებზეა გათვლილი ეს რაღაცები და ვინც თქვათ სისუსტე როგორ არა მაქვს და თქვათ ვინმე მოინდომოს ჩემზე ზემოქმედება, მე იმის გამო რომ რაღაცა თქვათ ჩემი სისუსტე გამაჩნია, მე მირჩევნია ღმერთთან ვითხოვო შენდობა, ვიდრე ამ ადამიანთან რაღაცაზე თანხმობაში შევიდე, რომ ფაქტიურად ბოროტის ამსახური გავწიო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მღვდელთავარი თავის ღვთის წინაშე მდგომარეობით, მე ყოველ შემთხვევაში როგორ გეტყვით, იცით, ეხლა ყველა ადამიანს თავისი შინაგანი სამყარო აქვს. მათ შორის მღვდელთავრებსაც. მე ვერც ერთ მღვდელთავარს ვერ დავწამებ ცილს, რომ ის გარკვეულწილად ვიღაცის სურვილებით ან ვიღაცის ნებით იმოქმედებს. და აქედან გამომდინარე მე არც ერთი ეჭვის ქვეშ არ დამიყენებია. ყველა მღვდელთავარი ჩემი ძმა არის და ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ერთმანეთის მიმართ გვაქვს ესეთი დადებითი და რა ვიცი ეს ურთიერთობა, რომ მე არა მაქვს უფლება, ჩემ თავს მიცე უფლება ასე ვთქვათ, რომ ახლა ვინმე აი მღვდელთავართაგან ეჭვის ქვეშ დავაყენო, იმიტომ რომ ვეჭვიანობ. ესეთი რამე მე თუმცა რისკებს უშვებთ, რომ შესაძლებელია იყოს ვიღაცაზე ზეწოლა. თქვენ ახსენეთ სისუსტეები, ანუ ფიქრობთ, რომ არ ვიცი, ჩვენ ვეძახით ამას კომპრომატებს, შეიძლება ასე ითქვათ. ფიქრობთ, რომ შესაძლებელია სწორედ ამ გზით იყოს მცდელობა მღვდელმთავრების ნებაზე იქონიონ გავლენა? აი კიდევ ამბობ რა, მე არავის არ შემაქვს ეჭვი. არავის, არც ერთ მღვდელთავარში არ შემაქვს ეჭვი.
ჩემი დამოკიდებულება არის ღია, გულწრფელი და მე არ მინდა რომ უსაბუთოდ ვინმეს რამე დავაბრალო. ვერანაირად. ეხლა თუ რამე ისეთი მოხდა, აგერავად ყველადი და გამოჩნდება როგორც არის და რანაირადაც არის, ხო? ხო, მაგრამ ჩემგან ეჭვის ქვეშ დაყენება აქ არასწორი იქნება. და მე ხა თქვენ ვერ დაგიწყებთ ჭორაობას, რომ აი ეს ეხლა ესე იზავს, ისე ვერ ვიტყვი მე ასეთ რამეს, იმიტომ რომ არც ერთ მღვდელთავართან დაკავშირებით მე არ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არის ისე რომ აიღებს და თქვა რაღაცას დაემორჩილება ვიღაცას და შეცვლის რაღაცა ვითარებას ვიღაცის სასარგებლოდ. შეიძლება მას ჰქონდეს აზრი და მე იმ აზრს პატივს ვცემ, თქვა სხვა კანდიდატ მე ასე ვთვლი, იმან სხვანაირად ჩათვალოს, შემოვა სხვა კანდიდატურები, თუ სინოდი ერთსულოვნად თუ ესა უმრავლესობით გადაწყვეტს რომელიმე პოზიციას, ანუ რომელიმე კანდიდატის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას და მე შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგრამ პატრიარქი თუ იქნება არჩეული ხმათა უმრავლესობით, მე ჩვეულებრივად სულიწმინდის გამოვლინებად მივიჩნევ, რომ აი ასე მოხდა და მე მივყვები იმ პატრიარქს, რომელი პატრიარქიც იქნება არჩეული და ეს არ არის პოლიტიკური ფრაქციების და ესეთი პარლამენტი არა ვარ. ჩვენ როგორ აი როცა ვჭობთ, შეიძლება ძალიან ბევრი ვიკამათოთ, მაგრამ როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას, მე ერთმანეთს პატივს ვცემთ და იმ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, რომელსაც ვღებულობ. კეთილი, ვიდრე გადავალთ გაფართოებულ სხდომაზე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა გაფართოებულ სხდომას 2000-მდე დელეგატი დაესწრება და როგორც ვიცი, მათ შორის იქნებიან საერო პირები, როგორ განისაზღვრება მათი ვინაობა და ასე შემდეგ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პეტრე ცავამ საპატრიარქო კანდიდატის გამოსავლენად გამართულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ითხოვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას წერილით მიუმართავს საპატრიარქოსთვის და დღეს სინოდის ხდომაზე ეს საკითხი წესით განხილული უნდა ყოფილიყო. რა იცით ამის შესახებ? სინოდის ხდომაზე ეს საკითხი არ განხილულა. იმიტომ რომ სინოდის ხდომის განხილვის საკითხი ეს არ იყო. მეორე, აი კიდევ ამბობ. მანამდე გადაწყდა ეს საკითხი? არა, გადაწყდა კი ადრე სინოდს არ მახსოვს რომელი სინოდის ხდომაზე მას აეკრძალა, ესე აეკრძალა კი არა. ანუ სინოდის წევრობა აღარ არის. ის სინოდი ეს გასაგებია, მაგრამ თვითონ ეს მისი ახალი თხოვნა ამას გულისხმობ, აღარ მახსოვს ზუსტად რიცხვი. ნუ ყოველ შემთხვევაში პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ხო მან მიმართა წერილით საპატრიარქოს. აი ამ კონკრეტულ თხოვნასთან დაკავშირებით ვინ მიიღო გადაწყვეტილება და თუ არის მიღებული გადაწყვეტილება? სინოდს არ აქვს, ეგ საკითხი დღეს განსახილვად არ ქონდა და არც განიხილა და ამაზე მეუფეშიოსთან არის ეს ინფორმაცია, ჩვენ კი ვიცით რომ ასე არის, მაგრამ ვინ გასცემს პასუხს, მეუფეშიოს გადასაწყვეტია დღეს ჩვენ სინოდზე ეს საკითხი საერთოდ არ გაგვიხილია. ჩემ პირად დამოკიდებულებას ძალიან საინტერესოა, კი ბატონო. აი, როდესაც პატრიარქს აბრალებდნენ სოდომურ ცოდვას და ძმანი მისნი. ხო. ეხლა როგორი რამეა? როგორ ფიქრობთ თქვენ? და დრო გამოაჩენსო, გამოაჩინა დრო. კი, დრო ყველაფერს თავის სახელს აქვს. პატრიარქი განადიდა, ხო, ღმერთმა. ხო, აი ამდენი ხალხმრავლობით და ცრემლიანი, ცრემნარევი ესეთი შინაგანი სიმშვიდით და სიხარულით, რომლითაც გაერთიანდა ხალხი. ეს პატრიარქთან მიმართებაში იყო, არ იყო ვიღაცასთან აი ზოგადი რაღაც განწყობა, ეს იყო პატრიარქთან კონკრეტულად მიმართებაში, ანუ როგორ ფიქრობთ, ღმერთი ესე იგი ასეთ ადამიანს, რომელსაც აი ესეთი მძიმე ცოდვებით წარდგებოდა ამ დიდებას, რომელიც მიეცავს ეს დიდება ადამიანის ამდენი ხალხი, რომ მივა მილიონობით ხალხი, რომ მის წინაშე ზოგი, ესე იგი, რა ვიცი, ჯვარს ადებდა, ზოგი
სკნილს ზოგი თავის այս ვისაც ქონდა ამის შესაძლებლობა არა ბავშვები ვისაც არ ქონდა ისინი აძლევდნენ მე დავინახია გეტყვით აი ვისაც არ ქონდა ამის შესაძლებლობა აი ჩემ თვალწინ უამრავჯერ იყო ესე რომ აწვდიდნენ იქ ვინც ახლოს იყო დაადებდნენ და იქვე უბრუნებდნენ არ იყო ისე რომ ვინმეს არ შეძლება ვისაც სურვილი ქონდა მე დიდი იმედი მქონდა რომ ამას ყველაფერს მეუფე პეტრე დაინახავდა რომ აი უფალმა უწმინდესის მიმართ მისი პოზიცია არ გაითვალისწინა ეხლა გლეხურად ლაპარაკობ კი მესმის აბსოლუტურად გასაგებად არ გაითვალისწინა მისი პოზიცია და ცოტა სირცხვილი მაინც ქონდეს ან უფლის წინაშე მაინც შენდობა ითხოვს თუ თქვა პატრიარქის წინაშე არ ითხოვს რომ ასეთ სიბინძურეს მას აბრალებდა და აგერ უფალმა გამოაჩინა თუ ვინ არის ჩვენი პატრიარქი ვინმე ეჭვეპარება პატრიარქის სიდიადეში ხო და პეტრეს თუ ეპარება ეჭვი ნუ თავის ეჭვთან ერთად იყო სადაც უნდა რა და აქ სინოდში ნუ ეტენება იმიტომ რომ ეს მისი საქმე აღარ არის იმიტომ როგორ არის რომ გადიდა უწმინდესი ყველას წინაშე ყველამ დაინახა და განულდა პეტრე არაფერი არა цаრელია იმიტომ რომ აი სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა სულიწმინდის ბადლმა გამოაჟღავნა სხვა რამე და ის სხვა რაღაცას ცდილობს და ეს არის. კარგი. მეუფე სტეფანე, აი ძალიან საინტერესოა რა მოხდება გაფართოებულ სხდომაზე. როგორ შეირჩევიან საერო პირები? არსებობს თუ არა რაიმე, რა ვიცი, კრიტერიუმები, მაგალითად, რა ვიცი, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების დასწრებასთან დაკავშირებით, რომ აი შესაძლებელია პირიქით მათი მონაწილეობა გაფართოებულ კრებაზე აღქმული იყოს რაღაცა როგორც პოლიტიკური ინტერესები და პირიქით თავს შეიკავებს კომისია სწორედ ასეთი მაღალი ზოგადად პოლიტიკურად აქტიური პირების მოწვევისგან. აი მსგავსი რაიმე შერჩევის კრიტერიუმები თუ არსებობს? ყველა მღვდელმთავარს აი კვოტების მიხედვით აქვს უფლება მორწმუნე ადამიანებისგან ეს ჯერ პირველ რიგში სასულიერო პირებისგან მონაზვნებისგან უნდა შეირჩეს და საერო პირებისგან რომელი პირებიც არიან ესე იგი ეკლესიისადმი ერთგული ადამიანები აღმსარებლები მაზიარებლები შემთხვევითი ადამიანი ვერ მოხდება ესეთი ყველა ეპარქია ასე უნდა წარმოადგინოს აქაც თქვა თბილისში აქვს როგორი ასე ვთქვა ცხეთა თბილისის ეპარქიას აქვს უპირატესობა იგივე იმ დებულებით რომ რამდენიც იქნება წარმოდგენილი აი ეპარქიებიდან იმდენივე თბილისი და ცხეთა თბილისის ეპარქია წარმოადგენს. ეხლა ვინ იქნება ამ სიაში საერო იქაც კვოტებია ესა უბრალოდ ეს რაოდენობრივად მთელი საქართველოს ოდენა არის თბილისი და აქედან გამომდინარე თავისთავად ეს ასე არის დებულებაში. ამიტომ ეს ჩვენი მოგონილი არა ეს უკვე დიდი ხანია ესე მოქმედებს და ვის აირჩევენ აქ ვინ შეიძლება იყოს აქ ერთი რამეა რომ შეიძლება ვთქვათ ვინმე ისეთი პიროვნებაც იყოს რომელიც ვთქვათ პოლიტიკურ თანამდებობას იკავებს მე ვერ გეტყვით ახლა რაიონებიდან არ იქნება ასეთი და თუ თქვა შეიძლება ვინმე იყოს ისეთი რომ ძალიან აქტიური ბრევლია და ამავე დროს რაღაცა ისეთი თანამდებობა უკავია არც ამას გამოვრიცხა მაგრამ თქვა თბილისიდან თქვა უმაღლესი პირები ახლა ის ცალკე კვოტით მე არ ვიცი ასეთი სად არ წერია და ის თუ მორწმუნეა და თქვა გადაწყვეტს ცხეთა თბილისის ეპარქია მისი მმართველობა რომ ვინმე ასეთი უნდა იყოს წარმოდგენილი მისი რწმენის მიხედვით და არა თანამდებობის მიხედვით. თუმცა მათ შორის თუ არ ვწდები საერო პირებსაც ექნებათ გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლება. ალბათ ისაუბრებენ კონკრეტულ კანდიდატზე. მათ რჩეულზე თუ პირიქით შესაძლებელია სიტყვით გამოსვლისას ისაუბრონ კონტრარგუმენტებზე სხვა კანდიდატის წინააღმდეგ. აი ეს გითხარით რა შესაძლებლობებს უშუებს ამ თვალსაზრისით ეკლესია? ვერავის აუგრძალავთ ვერც ერთს და ვერც მეორეს.
სათქმელი ერთიც იქნება და მეორეც. ნუ როგორც იქნება, ყოველ შემთხვევაში ესე ყველა სიტყვა თქვას, ეს გაჭირდება, იმიტომ ძალიან ბევრია. ჩვენ ეპარქიებიდან შეიძლება ასე შევარჩიოთ თითო პირი, ვინ შეიძლება უდელთავრის გარდა კიდე რაღაც აზრი გამოთქვას. ნუ ზოგადად ეპარქიის პოზიცია, ან კიდე თავის პოზიცია შეიძლება ქონდეს ვინმეს. ხო და რაც შეეხება თბილისის ნაწილს, აქ კიდე ნუ ალბათ ის ვინ უნდა გამოვიდეს წინასწარ ალბათ ეს შეთანხმდება და თუ ვინმე განსაკუთრებული აზრით გამოვა, არ მგონია რომ ვინმე გააჩერს და სიტყვა არ ათქვევინოს. ანუ განსაკუთრებული კრიტიკული აზრით რომელიმე კანდიდატის მიმართ წარმოდგენა თავისი რაც უნდა თქვას, ხო? ეხლა ეგ უკვე როგორ გითხრა, ეს სულელობა ეს ცოცხალი ორგანიზმია და როგორც იქნება ისე ოღონდ იქ ახლა სკანდალების მოსაწყობად არავის არ მივცემთ სიტყვას თუ იქ დავინახავთ რომ იქ ნუ რაღაცა ისეთი არასული წმინდის ნებით არამედ აი თავისი რაღაც სურვილებით ვიღაცა იქ რაღაცას ცდილობს თქვა სკანდალის მოწყობას ან რაღაცა ეს მიმართულება ალბათ არ იქნება. აკვეთილი იქნება? თავიდანვე არ იქნება დაშვებული ადამიანი, რომელიც ასეთ სკანდალურ მიმართებაში წავა. გამოსლა ახლა ის რომ როდესაც ადამიანი მორწმუნეა, ის არასდროს არ ცდილობს სკანდალისატეხოს. ის ყოველთვის ცდილობს რომ კონსტრუქციული იყოს თავისი აზრი ისე გამოთქვას. ხო, მაგრამ თუ რომელიმე მღვდელმთავარი მაგალითად ან რომელიმე მრევლის წევრი არავინ, ესე სხვა რამეზე ვლაპარაკობდით. იქ საერო და სხვა პირებზე ვლაპარაკობდით. იქ ყველა ვერ იტყვის სიტყვას და მღვდელმთავრებს ნებისმიერ მღვდელმთავარს აქვს უფლება სიტყვას თქვას, პოზიციაც დააფიქსიროს. აქ არ არის ისეთი რამ, რომ რამე აი ამ საჯარო გამოსვლას ექნება თუ არა სინოდის წევრების გადაწყვეტილებაზე გავლენა. თუ ეს მაინც რაღაცა ესეთი პროცედურული საკითხია. ჯერის წინა საკითხი მინდა დავამთავრო. ესე იგი, ეს ვინც იქნებიან წარმოდგენილი პირები, რომლებიც უნდა დაესწრონ გაფართოებულ კრებას, როგორც აი დებულებაში წერია, ეს სია ამ პიროვნებებისა სინოდზე უნდა იქნას განხილული. და ეს აუცილებლად სინოდის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს დაშვება არ დაშვება ადამიანებისა. ანუ სინოდი წყვეტავს ყველა საკითხს, რომელიც მოსამზადებელია. იმასაც თუ თქვა ვინმე მე წარვადგინე ვინმე და სინოდი ჩათვლის რომ ეს არ უნდა იყოს არის რაღაცა მიზეზები ესა უმიზეზოდ არავის არ მოაგდება მაგრამ შეიძლება იყოს რომ თქვა დაასაბუთონ რომ იმის შეშვება არ არის სწორი იმის გამო რომ ასე რაღაცა გააკეთა როგორღაც მოიცა არ იმოქმედა ეკლესიის ინტერესებიდან რაღაცა და ამ შემდეგ შეიძლება ასეთი რამე მოხდეს მაგრამ ეს კიდევ ამბობ, ეს არ არის პოლიტიკური მიმართულების საკითხები, ეს არის ეკლესიის წინაშე, აი როგორც პეტრეს არ მიეცა უფლება, რომ იყოს მონაწილე ამ არჩევნების, აი ესე შეიძლება იყოს ვინმე, ვინც არ უნდა დაიშვას ამ საკითხთან საერთოდ. ხა მეორე საკითხი, რომ მათ არჩევის უფლება არ ექნებათ, მაგრამ ზეგავლენის მოხდენა სიტყვა ზოგადად ისეთი რამეა, რომ ზეგავლენას ახდენს. ხო და ვინც გამოვა სიტყვით თავისთავად იმას ექნება სურვილი რომ თავისი აზრი ყველას გააგებინოს და ზოგს მოეწონება ზოგს არ მოეწონება ხა ეს უკვე ადამიანს შინაგანად უნდა გადაწყვიტოს ადამიანო და ანუ მღვდელმთავრები საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ღვთის წინაშე მიიღებენ ამ ყველა აზრს მოისმენენ და ზოგადად ეს ნორმალურია რომ ყველა აზრი მოისმინო მაგრამ შენი აზრი კონდეს და აქედან გამომდინარე რადგან ასე არის რომ ჩვენ პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ ფარულად და ჩვენ თვითონ ის პოზიციები რაც სხვა ადამიანებისგან იქნება ჩვენს მიმართ ნათქვამი ზოგს გავითვალისწინებს ზოგს არა სამსახურშიც რომ მუშაობ ხო ზოგი ერთს ამბობს ზოგი მეორეს მაგრამ რაღაცა ერთს ითვალისწინებ რაღაც მეორეს არა ჩაოლებრივად ასე არჩევნები სხვანაირად არ გამოვა. კარგი, ძალიან საინტერესოა, ვიცით რომ თუ პირველ ტურში ვერ გადაწყდა პატრიარქის არჩევის საკითხი, იმავე დღეს იმართება მეორე ტური. აი, როდესაც უკვე პატრიარქი არჩეულია, შემდეგ რა ხდება? მე ინტრონიზაცია უნდა მოვამზადოთ.
კი ბატონო. ანუ აღსაყდრება მოხდება სვეტიცხოველში, მაგრამ ჯერ ეს საკითხი ანუ იქნება შემდეგ უკვე განხილული, როგორ მოვემზადოთ აღსაყდრებისთვის. ანუ ჯერ არ ვიცით ვინ დაადგამს მიტრას პატრიარქს. არა, ეს ყველაფერი ჯერ ეს არის ნაბიჯ ვაკეთებთ, არ ვცდილობთ დავასწროთ მოვლენებს, ყველაფერი თავის დროზე იქნება, უნდა გავერკვეთ, დავადგინოთ და ასად არ გვეჩქარება, გვინდა რომ ისე გავაკეთოთ, რომ ღირსეულად იყოს არჩეული ესეც უწმინდესის სონისადმი ერთ-ერთი ძალიან დიდი კომპონენტია, რომ ჩვენ ისე ავირჩევთ ახალ მომდევნო პატრიარქს, რომელიც იქნება, შეიძლება უწმინდესი სიმაღლისა რთულია რომ იყოს, მაგრამ რატომაც არა უწმინდეს რომ მიბაძოს, რომ მობაძავ ჩემ და იყავით პავლე მოციქული რო ამბობდა, მიბაძოთ პატრიარქს დიდებმაც, პატარებმაც და მით უმეტეს კათოლიკოს პატრიარქმა, რომელიც იქნება არჩეული, ჩვენ დიდი პატრიარქისადმი გარკვეული ესეთი მიბაძვით გაგრძელოს მისი საქმე. მე მგონია კარგი იქნება. შეგიძლიათ მითხრათ, აი თქვენ პირველი რისი მოლოდინიც გაქვთ საქართველოს ახალი პატრიარქისგან, რა უნდა გააკეთოს? პირველი ნაბიჯი. რა არის გადასადგმელი ამ ეტაპზე ეკლესიისგან? როგორ რამეა, იცით, როდესაც წარდგებიან კანდიდატები თავის პროგრამებით, მე ვიფიქრებ თუ თქვათ რას გვთავაზობენ და რა მომეწონება და რა არ მომეწონება. ეს უკვე სხვა საკითხია და ჩემ არჩევანში გამოიხატება, თუმცა მე რასაც ვამბობ, რომ პატრიარქის არჩევანი ისეთია, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, მე არ მგონია, რომ არ იყოს ისეთი კანდიდატი მოსაყდრე, რომელსაც არ ექნება თუნდაც ის გეგმა, რომელთაც უნდა განაგრძოს პატრიარქის შემდგომი ცხოვრება ეკლესიისა და მე მზად ვარ ყველას ხარში დაუდგე ნებისმიერ პატრიარქს, რომელიც იქნება არჩეული და თუ მე რამეში დავჭირდები, რამეში ვთქვათ, მე შემიძლია რომ წვლილი შევიტანო, მე ყოველთვის ვიქნები მზად ამისთვის, მაგრამ წინასწარ ახლა ჩემი რაღაც ისინი განვუსაზღვრო, შენ ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა მე ამას თავს არ ვიწევ უფლებას. მაშინ კიდევ ერთი შეკითხვის უფლებით ვისარგებლებ, იმიტომ რომ თქვენ დაიწყეთ, როდესაც მეუფეშიოსთან დაკავშირებით კითხეთ, თქვენ თქვით, რომ საკუთარი თვალით გაქვთ ნანახი პატრიარქის ლოცვა კურთხევით, მითითებით, თუ როგორ ზედმიწევნით მიყვებოდა პატრიარქის გზას და ეხმარებოდა კონკრეტული საკითხების განხორციელებაში მეუფე. იქნებ პატრიარქის სიცოცხლეშივე არსებობს მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც როგორც ეს ანდერძი მისი მეუფეშიოსთან დაკავშირებით მისი გაპატრიარქების შემდეგაც უნდა ახსრულდეს. არსებობს მსგავსი, რა ვიცი, დანატოვარი, დანაბარები, მისი სურვილები პატრიარქისა, რომლის განხორციელებაც მან საკუთარ სიცოცხლეში ვერ შეძლო და ისურვებდა, რომ მის შემდეგ ახალ პატრიარქს გაეგრძელებინა. აი მიდგომით ვერ შეძლო, ვერ გეტყვით, მაგრამ მაგალითად აი ესეთი რამე, შვიდგზის ლოცვა, უწმინდესი სულ ამბობდა, რომ შვიდგზის ლოცვა არისო ყველაზე დიდი რაც გავაკეთე მეო. და აი ძალიან უნდოდა, რომ შვიდგზის ლოცვა ყოფილიყო საყოველთაოდ მიღებული და საკმაოდ დიდ ფენებში ამან მოიკიდა ფეხი შვიდგზის ლოცვამ. და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ის გაგრძელება, აი ჩვენი სულიერი ცხოვრების, აი ამ შვიდგზის ლოცვით რომ გავაგრძელოთ და უწმინდესის აი დიდი სურვილი რომ არ ჩავკლათ ახალ პერიოდში, არამედ პირიქით მივცეთ გასაქანი და უფრო მეტი გულმოდგინება გავუჩეთ. მე ხანდახან მავიწყდება, ხანდახან არ ვამბობ და მე მინდა რომ ეხლა უფრო მომინდა რომ აი პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ რომ ეს საკითხი ჩემ სულიერ ცხოვრებაში იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძირითადი და აი მას რაც უნდა უწმინდეს სულ მუდამ ეს ქონდა რომ ადამიანები ყოფილიყვნენ სულისწყონების მაძიებლები. აი ნებისმიერ ადამიანს აქვს
ამისი ბუნებრივი მისწრაფება, რომ სული იცხონოს. და ამაში ეკლესია მას ხელს უწყობს და რაც უფრო მეტად შეუწყობს, მით უფრო შედეგი მეტი იქნება. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია ადამიანის მაგივრად, პიროვნების მაგივრად მისი ცხოვრება გადავწყვიტოთ. არც უფალი, არც დილობს, რომ გინდა თუ არა ძალით აცხონოს ვინმე. ყველას თავისი არჩევანი აქვს და აი ამ არჩევანის გაკეთებაში ჩვენ და ხელი შევუწყოთ. და ამ ხრივ მე ვიცი, რომ მეუფეშიოს იგივე ხა რაც მისი გუნდი აკეთებდა ახლაც რა ვიცი სკოლებთან მიმართებაში ზოგადად მორწმუნეებთან მიმართებაში და ასე შემდეგ. სხვა შორს აი ნათლობასთან ყოველ მესამე და შემდეგი შვილის ნათლობასთან ალბათ ეგეც ახლა მე მგონია რომ ხალხს ისე მოსწონს ეს ყველაფერი ახალ კათოლიკოს პატრიარქს არ ამგონია რომ ახლა ვინმე ზურგი შეაქციოს და მასთან არ უნდოდეს რომ იყოს ასეთივე ნათლულები და მე ვფიქრობ არც თვითონ ახალ კათოლიკოს პატრიარქს არ ენდომება რომ ეს ტრადიცია შეწყვიტოს ხო რა თქმა უნდა და ალბათ ესეც ერთ-ერთი იქნება რაც უნდა გაგრძელდეს. ძალიან დიდი მადლობა ამ დამღლელი რთული დღის შემდეგ კიდევ დაგაყოვნეთ, მაგრამ ძალიან მაღალია ინტერესი ზოგადად იმის მიმართ თუ ვის ერგება პატივი ესოდენ დიდი ძიმე ჯვარი იტვირთოს. მადლობა მეუფე სტეფანეს ჭყონდიდის ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ უკვე პოლიტიკური საკითხებით დაგიბრუნდებით. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ეგრეთ წოდებულ ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას საქმის განხილვა გაიმართა. სწორედ ამ თემით ვიწყებთ გადაცემის მეორე ბლოკს. პარტია გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავაა ჩვენთან ერთად. ბერდია მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ზოგადად ძალიან საინტერესოა როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, არ ვიცი როდის შეიძლება დასრულდეს და რა შედეგს ელოდებით, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს, აი ამ ეტაპზე მაინც თუ არის ამის პროგნოზირება შესაძლებელი. მოგესალმებით, მივესალმები პალიტრანიუსის მაყურებელს. პროგნოზის საუბარი მაშინ, როდესაც პოლიტიკურად დევნის ინსტრუმენტთან გვაქვს საქმე და პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან, რა თქმა უნდა, ეს რაღაცა სამართლებრივ პროგნოზებზე, რა თქმა უნდა, არ არის დამოკიდებული, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ დღის წესრიგზე დამოკიდებული. შესაბამისად, რაც აქამდე მოვედით ჩვენ ახლა ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, არაერთი დარღვევა არის, როგორც პროცედურალური, ასევე უფლებრივი გიორგი გახარიასთან მიმართებით. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მათ შორის სახალხო დამცველმა შესაბამისი რეკომენდაციებითაც მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაცვის უფლება დაირღვა რამდენჯერმე გიორგი გახარიას, თუმცა რეაგირება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენ წარვადგინეთ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული შესაბამისი ანგარიში საქართველოს უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სადაც 161 პარაგრაფში პირდაპირ წერია, რომ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით და ოცივნის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური მოტივაციით მიმდინარეობს დევნა გიორგი გახარიას მისამართით, თუმცა გაურკვეველი მოტივაციით თითქოს და რელევანტური არ არის ეს საქმესთან შემხებლობაში და საშემფასებლო დოკუმენტია. სასამართლომ არ დაურთო ეს დოკუმენტი, როგორც მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეს, მაშინ როდესაც ანალოგიური შეფასებითი დოკუმენტი, მაგალითად, ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის საშემფასებლო დოკუმენტი, ეგრეთ წოდებული წულუკენის კომისიის დასკვნის პროკურატურას წარმოქმნილი აქვს სისხლის სამართლის საქმეში და საერთოდ გაურკვეველი იყო კონკრეტულ შემთხვევაში მოტივაცია პროკურატურის, როდესაც აცხადებდა, რომ ეს დოკუმენტი არ უნდა დაერთოს საქმეს, მაშინ როდესაც მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში პროკურატურას თავისი პოზიციები აქვს წარდგენილი და ეს პოზიციებიც ახლავს მათ შორის მოსკოვის მექანიზმის დასკვნის. რომელიმე თქვენი შუამდგომლობა აი ამ საქმეების განხილვიდან დღემდე, იმიტომ რომ ბევრი მახსოვს, დაკმაყოფილდა? დისტანციურ ჩართვაზე, ახლოს ღონისძიებას ყოველ ორ თვეში ერთხელ ისინჯება, მოსკოვის მექანიზმის დართვაზე, მტკიცებულებების დართვაზე, მტკიცებულებების გამოძახებაზე, მოწმეების გამოკითხვის შუამდგომლობები, მათ შორის უშუალოდ სასამართლოს მეშვეობით არაერთი მტკიცებულების გამოთხოვის თუ ამოღების შუამდგომლობა დავაყენეთ, არც ერთი ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შეჯიბრებითი არ არის პროცესი. დღეს არსებითი განხილვა დაიწყო ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით მოწმეების გამოკითხვის
პირველი ვინც წარმოადგინა მოწმემ პარტიული მუშაკები ოცნების, ერთი არის სწავლის ადმინისტრაციული ერთეულის რაღაცა რწმუნებული და ერთი სპეციალისტი, რომლებიც ერთ-ერთი მათგანი ამბობდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე იქნება ოცნების მხარდამჭერი და ოცნების პარტიის წევრი და აი ესეთი მოწმეები იყვნენ დღეს წარმოდგენილი, რომელთაც ფაქტობრივად სრულ ჩვენებები მიაცემნეს სასამართლო პროცესზე, იმიტომ რომ მათივე წარდგენილ-მტკიცებულებებს საქმეში ეწინააღმდეგებოდა ის ინფორმაციები, რაც ამ ადამიანებმა ისაუბრეს და საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგებოდნენ ეს ადამიანები, იმიტომ რომ ერთ-ერთი ადამიანი, ერთ-ერთი პიროვნება, ვაჟალობიძე, მაგალითად 2019 წელს სხვას ამბობდა ამ საქმესთან დაკავშირებით და იქ არსებულ ვითარებაზე, დღეს უკვე სხვას ამბობს, მაგრამ ესეთია ამათი ქცევის მოდელი, ხო? ანუ არაფერი არ იცვლება. შესაბამისად, აი რა მოლოდინი გაქვთ? უნდა გქონდეთ ასე თქვენ ჩამოყალიბებული პერსპექტივა რა შეიძლება? ჩვენ ერთადერთი მიზანი გვაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. ამოვწუროთ შიდასამართლებელი მექანიზმები ამ საქმესთან დაკავშირებით და მაქსიმალურად შესაძლებელი ხერხებით ლუსტრაცია და პროცესი გავაკეთოთ აი სასამართლოზე მიუხედავად იმისა რომ ფაქტობრივად დახურული არ არის საჯარო სხდომაა ესე ითვლება მაგრამ გაშუქება არ ხდება მედიურად ამ პროცესის იმიტომ რომ გადაღება არის აკრძალული სასამართლო დარბაზებში მაქსიმალურად შევეცდებით მათ შორის განსაკუთრებით იმ მოწმეების დაკითხვის დროს რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირები იყვნენ წარსულში და გიორგი ახარის კაბინეტში შედიოდნენ გავაშიშვლოთ რეალობის წინაშე გავაშიშვლოთ ამ ადამიანების კონკრეტული мотиваცია და რეალობა დავანახოთ ვის მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევთ სახელები და გომელაურს მამუკა ბახტაძეს ივანე მაჭავარიანს ლევანი ზორიას სხვა დაზვერვის სამსახურის უფროს სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობები ალეკო ტაბატაძეს სხვა მაღალი პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობის ისინი ვერანაირად თავს ვერ არიდებენ ამ სასამართლო პროცესში მონაწილეობას არ არსებობს ასეთ სამართლებრივი მექანიზმი რომ რაღაცნაირად აცილება მისცენ ამ პროცესში საჯარო გამოკითხვას ვერა იმიტომ რომ დასაკითხ პირთა სია და ნუსხა უკვე დამტკიცებულია შესაბამისად ეს ადამიანები მითითებული არიან პროკურატურის დასაკითხ პირთა სიაში ერთადერთი პროკურატურამ შეიძლება თქვას თავადუარი ამ მოწმეების დაკითხვაზე და მათი მტკიცებულებებად გამოყენებაზე შესაბამისად ეს ნიშნავს რომ უკან წაიღეს ის ჩვენებები რაც გიორგი ახარიას წინააღმდეგ ამ ადამიანებმა მისცეს ამიტომ ამის მოლოდინი ალბათ უფრო ნაკლებად უნდა არსებობდეს მოუწევთ ამ ადამიანებს მობრძანება და კრიტიკული შეკითხვების მოსმენა ანუ თქვენი მთავარი ასე ვთქვათ სამართლებრივი არგუმენტი იქნება ამ საჯარო პირების, ყოფილი საჯარო პირების გამოკითხვის ჩანაწერები, რომელსაც შემდეგ სად წარადგენთ? აუცილებლად ეს შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება, ანუ ძალიან მცირე მოლოდინი და თითქმის არ არსებობს რა თქმა უნდა ამ მართლმსაჯულების პირობებში, აუცილებლად ეს საქმე საერთაშორისო სასამართლოებამდე მივა თუ საერთაშორისო სასამართლოებამდე აქვე ვიპოვეთ მართლმსაჯულებაში სიმართლეს და ობიექტურობა არ დადგინდება ამ საქმეზე. გიორგი ახარიას ასამართლებენ დღეს ქართული მიწის დაცვისთვის ეს არის რეალი. და რა მოლოდინი გაქვთ მაგალითად აი რას იტყვის სასამართლოზე ვახტანგ გომელაური რას იმაშია რომ ეხლა წინასწარ რაც თქვენთვის ასე ვთქვათ გარკვეული ალიბის შემცველი იქნება წინასწარ ჩვენ ვერ გავამჟღავნებთ იმას მოლოდინი ხო გაქვთ რა უნდა თქვას აი ეს რა სტრატეგია გვექნება მის დაკითხვასთან დაკავშირებით თუმცა ის მწვავე კრიტიკულ შეკითხვებს გვერდს ვერ აუვლის, იმიტომ რომ ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც საოკუპაციო ხაზის გაწვრილ მათ შორის პოლიტიკის წარმოება ებარა და ისეთი ჩვენება და ინფორმაცია აქვს მიცემული გამოძიებისთვის, რომ კრიტიკულ შეკითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, წარსულში მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით, მათ შორის მის მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩორჩანას საგუშაგოსთან მიმართებით, ამ პერიოდის განმავლობაში მის მიერ დუმილთან დაკავშირებით, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ მოქმედ წევრთან დაკავშირებით, რომელსაც მნიშვნელოვანი ფუნქციები ჰქონდა ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამ შეკითხვებზე დარწმუნებული ვარ მე, რომ პასუხები ფიზიკურად ვერ იქნება, ეხლა რაც უნდა დაждდეს და მომზადება დაიწყოს ამ ადამიანმა ეხლა დღეიდან ამ შეკითხვებზე ობიექტური პასუხები ვერც ერთ მათგანს ვერ იქნება. ანუ ამ ადამიანების გამოკითხვა არის თქვენი მთავარი მტკიცებულება. ჩვენ მტკიცებულებები წარდგენილი გვაქვს. გახარიას უდანაშაულების დასამტკიცებლად? მათ შორის გახარიას უდანაშაულობის დამამტკიცებელი, ჩვენი მოწმეები გვეყოლება, რომლებიც დაიკითხებიან სასამართლო პროცესზე, ჩვენი მტკიცებულებებია წარდგენილი, მათ შორის საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, მათ შორის UMM-ის კონკრეტული
პოზიციონირება წერილი, რომელიც წარმოდგენილია საქმეში გიორგი გახარიას მოკლედ დედავებიან ბრალში, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმირების გარეშე და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და მთავრობის მეთაურის ინფორმირების გარეშე განახორციელა საგუშაგოს აღმართვა. სოკოსავით ამოვიდა ეს საგუშაგო ერთ დღეს. და ამის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ არ იცოდა ამის შესახებ, ვერ წარმოადგენა ბრალდების ხარი, მაგრამ ჩვენ წარმოვადგენთ მტკიცებულება, მათ შორის UMM-თან ქონდა მიმოწერა ჩვენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურთან, რომელმაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ისინი 2019 წლის იანვრიდანვე აფიქსირებდნენ კონკრეტულ შემთხვევაში ბორდერიზაციის პროცესს ჩორჩანას ტერიტორიაზე. ამიტომ ეს საქმე თავიდანვე განწირულია, ამიტომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, ეს არ არის წმინდა მხოლოდ პოლიტიკური დევნის საკითხი და ეროვნული ინტერესების დაზიანება მიმდინარეობს. ეხლა თქვენ ხო, მესმის ისაუბრეთ თქვენს გეგმაზე და სტრატეგიაზე, როგორც მიმდინარე სასამართლო პროცესის, ასევე განაჩენის გამოცხადების შემდეგ რა სტრატეგია გექნებათ, თუმცა აი როგორ ფიქრობთ, რა გზით წავა თვითონ სასამართლო ამ შემთხვევაში, როგორც ვიცი, ამ ბრალდებისთვის განსაზღვრულია სასჯელი 9-დან 15 წლამდე, თუ არ ვცდები, ანუ მიუსჯიან 3-დან 5 წლამდე. რამდენს მიუსჯიან, როგორ ფიქრობთ, გიორგი გახარიას და აი ამ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ რა სამართლებრივი საერთაშორისო მექანიზმები შეიძლება ამოქმედეს მის წინააღმდეგ, იმიტომ რომ თქვენ როგორც ადვოკატს, თქვენი ვალდებულებაა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ განსაზღვროთ და გააფრთხილოთ. თადარიგი დაიცვათ ყოველ შემთხვევაში. ჯამდე ჯერ შორია ქალბატონებმა ეს არ არის საქმე რომელიც კომფორტულია თავად პროკურორებისთვის და სასამართლოსთვის. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ თავადაც კარგად ხვდებიან რეალურად რა საქმე აწერიათ მათ. ამიტომ ესე ცალსახად ანუ ვერ ვიტყოდი რომ რაღაცა თუმცა რა თქმა უნდა მოლოდინი ძალიან ნაკლებია რომ მართლმსაჯულებაში რაღაც სიმართლეს ვიპოვით ადგილობრივ დონეზე. თუმცა რა თქმა უნდა თუ გამოტყუნებელი განაჩენი დადგება ამ საქმესთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც შიდა სამართლებრივ მექანიზმებს ამოვწურავთ აპელაციის და კასაციის სახით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აუცილებლად წავა ეს საქმე და აუცილებლად დადგინდება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ გამოძიების პროცესში დაცვის უფლებაა დარღვეული, კონკრეტულ შემთხვევაში საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი, რაც არის EUTUS მოსკოვის მექანიზმი, პირდაპირ ადგენს ფაქტობრივად, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს გიორგი გახარიას მისამართით და ამას ბუნებრივად ვერ აუვლის გვერდს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, მაგრამ ექსტრადირების მექანიზმი, ამასთან დაკავშირებითაც ხშირად მოგისმენიათ შეკითხვები, ანუ ექსტრადირების მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობა, მხოლოდ ამის შემდეგ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ ეძლევა სამართალდამცავებს თუ აქამდეც შეეძლოთ ეს მექანიზმი აქტიურად აემოქმედებინათ და მაშინ რატომ არა ამოქმედეს? სიმართლე რო გითხრათ, გამოტყუნებელი განაჩენი ექსტრადიციის პროცესის დასაწყებად საერთოდ არ არის აუცილებელი წინაპირობა. სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში აფხაზეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არის გამოყენებული, ძებნის გამოცხადების შემდეგ შეუძლიათ მსგავსი ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართონ შესაბამის ქვეყანა, სადაც იმყოფება მათ მიერ ეგრეთ წოდებული ძებნილი ადამიანი. არ მიუმართავთ. მე არ ვიცი. თუმცა როგორ შეიძლება თქვენ როგორც ადვოკატმა ეს არ იცოდეთ, იმიტომ რომ თქვენი ვალდებულებაც არის ეს, ხო? სამართლის საქმის მასალებში ეს ინფორმაცია არ დევს. ესე იგი არ არსებობს. ჩემი ინფორმაციით, ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით ექსტრადიციის შუამდგომლობით ჯერჯერობით არ მიიღო. 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით. მე როგორც ვიცი, ინტერპოლთან შესაბამისი მიმოწერის თაობაზე უკვე მიმართული ჰქონდათ, მათ შორის პროკურატურას შესაბამისი შუამდგომლობით იმ უწყებას, რომელიც სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს საერთაშორისო დეპარტამენტისთვის, რომ მსგავსი შუამდგომლობები დაეგზავნოთ. თუმცა არანაირი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა აქ აქტიურ ნაბიჯებს დგამს ეხა და მოლოდინი აქვთ, რომ მე არ ვიცი, ხა წინასწარ არ მინდა ამაზე საუბარი. კიდევ ერთხელ ბოდბორძი შეხდით, ვინ ვის მიმართა და სად არის გაჭედილი ეს საქმე ექსტრადირების? სწორად გამიგეთ, ანუ სისხლის სამართლის საქმეში ესეთი დოკუმენტი არ მოიპოვება, ვერ იქნება ბუნებრივად, ეს არის პროკურატურის. უნდა იყოს, ხო, ამის ვალდებულება. არა, სისხლის სამართლის საქმის მასალებში რატომ უნდა იყოს ეს არის პროცედურული ნაწილი. პროკურატურის ვებგვერდზე მაინც უნდა იყოს გამოქვეყნებული, ხო? რაც ასე ხდებოდა ხოლმე. სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია ამ თემასთან არ მქონია. მარტივია, ყურეთ ინტერპოლის
ვებგვერდი არის ღია ხელმისაწვდომი, მათ შორის ძებნილ ადამიანებთან მიმართებით. შეიხედეთ, ნახეთ. ხო, არა, რამე ხომ არ შეცვლილა თქვა ამის შემდეგ, ამიტომ გეკითხები, ხო? არაფერი შეცვლილა. კი ბატონო, კარგი. ჩვენ ახლა ვისაუბროთ სამართლებრივ პროცედურებზე, მაგრამ თქვენ დევნის დაწყებიდან საუბრობთ, რომ ეს საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშწორებით ნაკარნახევი გიორგი გახარიას წინააღმდეგ. სამართლებრივად რას აკეთებთ ამ თვალსაზრისით გასაგებია, მაგრამ რადგან საკმაოდ დიდია ამ ყველაფერში პოლიტიკური მდგენელი, პოლიტიკური თვალსაზრისით როგორია თქვენი პარტიის, რა ვიცი, გეგმა. გარდა იმისა, რასაც ვხედავთ, რომ საპარლამენტო საქმიანობით ხართ დაკავებული და პარლამენტში ხელისუფლების ოპონირებით მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში. ძალიან აბსტრაქტული შეკითხვაა. რატომ არის აბსტრაქტული? იმიტომ რომ არ არის პოლიტიკური პარტია, რა თქმა უნდა, კომპლექსური ორგანიზმია, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით უნდა მუშაობდეს, რა თქმა უნდა, სტრატეგია ჩვენი არის ერთადერთი, ანუ სტრატეგია არის ხელისუფლების დასუსტება, მათ შორის მათი საერთაშორისო პოზიციონირებასთან ერთად შიდა პოლიტიკური პოზიციონირების თვალსაზრისით. ჩვენ ახლა რაც არ უნდა ვთქვათ, რომ საერთაშორისო დონეზე, რა თქმა უნდა, მათი პოზიციები არის დასუსტებული, ზუსტად ანალოგიურად უნდა დავასუსტოთ საკუთარი ელექტორატის თვალში. სხვა ამოცანა ახლა ფიზიკურად ვერ უნდა კონდეს ვერც ერთ ოპოზიციურ პარტიას. ახლა ბევრ საუბრობენ, რომ აი ჩვენ თითქოს აქეთ აბსოლუტური უმრავლესობა დგას რაღაცა საუბრობენ რიცხვებზე, რომ 80% არის ოპოზიციურად განწყობილი, 20 არის ხელისუფლების მხარდამჭერი, ხოლო მე ესე არ მგონია. აბა როგორ გონია? თქვათ შორს ის ვერსიაც მომისმინე, რომ თქვენ არ მუშაობთ ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატზე, თქვენი პოლიტიკური გზით ცდილობთ უფრო ქართული ოცნების ამომრჩევლის პოლიტიკურ გემოვნებას აკმაყოფილებთ და ქართული ოცნებისთვის ხმების წართმევას გემოვნებას სიმართლე რო გითხრათ, სვადია, იმიტომ რომ მე ვერ დავყოფდი ესე რომ ადამიანებზე მუშაობთ რაღაცა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით. ჩვენ მუშაობთ ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკით, იმიტომ რომ სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით ხედავთ ქვეყანაში აბსოლუტურად გამოწვევით, მათ შორის საგარეო მიმართულებით და ბევრი სხვა მიმართულებით, თუმცა პირველი ამოცანა რაც უნდა იყოს ოპოზიციის და ჩვენი პოლიტიკური პარტიის, ეს არის ხელისუფლების კიდევ უფრო ელექტორალური დასუსტება. სხვა ამოცანა ვერ ექნება ვერც ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას და მარტივი მიზეზის გამო გეტყვით. თუ ჩვენ პროტესტი არ გავზარდით, მათ შორის იმ ადამიანებში არ შევაღწიეთ, რომლებიც რაღაცა მანქანებით, რაღაცა ომიშიშით, პროპაგანდის საფუძველზე, ან იმის საფუძველზე, რომ ვიღა დამოკიდებულია ხელფასით ხელისუფლებაზე, ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობს, იფში მუშაობს, ლაიფში მუშაობს, ასე შემდეგ, ხელისუფლებაზე რაღაცით არის დამოკიდებული ბიზნესით თუ ასე შემდეგ. თუ ამ ადამიანებამდე არ მივედით, არ დავარწმუნეთ, რომ დღეს ოცნება ეროვნული ხელისუფლება კი არ არის, მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ხელისუფლება კი არ არის პირიქით. დღეს ფაქტობრივად პოლიტიკური უწონადობის მდგომარეობაში ამყოფებს სახელმწიფოს და ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე ოცნების ხელისუფლება საკუთარ სახელმწიფოს. თუ ამაში არ დავარწმუნეთ ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება, იმიტომ რომ რაც არ უნდა ვთქვათ, ახლა ჩვენ რიგგარიში არჩევნები ჩაინიშნება ვადამდელი თუ შესაბამისი 2020 კალენდარული არჩევნები 2028 წელს, ფაქტია, რომ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია უნდა გქონდეს მოქალაქეებთან და ჩვენი პოლიტიკური დღესასწაული უნდა შევთავაზოთ. იგივე სამბოს ოპოზიციური ალიანსიც წინააღმდეგობის გაზრდა ჯერ შინაგანად და შემდეგ უკვე კულმინაციური მომენტი, როდესაც 26 მაისს საკმაოდ მასშტაბურ აქციას ანონსებენ დედაქალაქში. ხო, არ ვიცი. ანუ ილაპარაკო რას ნიშნავს განხორციელებას ვერ შეძლებენ, ესე ფიქრობთ და შეგაცხადეთ დამაპირისპიროთ. არა ჩემი მიზანი ხა მათ დღის წესრიგზე საუბარი და მათ გეგმებზე საუბარი ხა თუნდაც შეიკრიბონ, თუნდაც აქცია გამართონ, თუმცა 26 მაისი არის ისეთი საკრალური თარიღი საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე, რომ მე ფრთხილად ვიქნებოდი ამ თარიღთან, იმიტომ რომ მაგალითად შარშან 26 მაისთან დაკავშირებითაც იყო ეს პოზიცია, რომ იქ რაღაცა უნდა გამოიხატოთ. ჩვენ მაგალითად მაგ პროცესშიც არ ვიყავით ჩართული, იმიტომ რომ ეს საერთო სახალხო დღესასწაულია და ვიღაცა, მათ შორის ხელისუფლებამ პირველ რიგში არ უნდა გამოიყენებს ამას აუცილებლად იმისთვის, რომ რაღაცა დაყოს ადამიანები, რაღაცა აქციონერებად და სახელმწიფო დამოუკიდებლობის დამცავებად და სახელმწიფო სუვერენიტეტის თუ ეროვნული იდეოლოგიის დამცავებად. დამაპირისპიროთ და ეხლა მე იმაზე მეტად როგორ უნდა დაგაპირისპიროთ,
ვიდრე თქვენ თავად დაუპირისპირდით თქვენი პოზიციით ჯერ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და შემდეგ პარლამენტში შესულით, როდესაც დაუპირისპირდით დანარჩენ ოპოზიციას, რა ვიცი. არ მგონი ამაზე დიდი განხეთქილება თქვენ შორის მე ჩამოვაგდოთ. ჩვენი პოლიტიკური გზა გვაქვს. ჩვენ ამ გზაზე ქვებს არ ვესვრით გარშემოყოფა ადამიანს. თუ უკეთ გონიათ, რომ მაგათი გაერთიანებით რაღაცა პოლიტიკური შედეგებს მოიტანონ, იარონ ამ გზით რა პრობლემაა. ჩვენი დამოუკიდებელი პოლიტიკური გზა გვაქვს გამოცხადებული, სადაც ბოიკოტი მიგვაჩნია, რომ ესე რომ ვთქვათ, არ არის კონკრეტული შედეგის მომტანი, პირიქით ყველა პლატფორმაზე უნდა ვიყოთ, ყველგან უნდა ვიყოთ წარმოდგენილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევასუსტოთ სახელმწიფო პოზიციები და ამის კარგი მაგალითია, მაგალითად, ბევრი სხვა პლატფორმა, რომელშიც ვართ ჩართული, სადაც ჩვენს პოზიციებს გამოვხატავთ და მივდივართ ადამიანებამდე ჩვენი საკითხით. ხო, მაგრამ აი თქვენს რეგიონებში გადიხართ, თქვენს ხალხთან პირისპირ კომუნიკაციას ამყარებთ, თქვენც ეუბნებით, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება და ეს პროპორციებზე მითხარ, თქვენ არ გჯერათ, რომ 20% არის მხოლოდ დარჩენილი ქართული ოცნების მხარდამჭერი და 80% არის ოპოზიციური ამომრჩეველი. ანუ მაშინ აი თქვენ შეიძლება ოპოზიციური რაიმე კვლევებს ეფუძნება ეს თქვენი ასე ვთქვათ ინფორმაცია იმ ადამიანების ციფრი, რასაც ესენი აცხადებენ, რომ 80% არიან და 20%-იან მხოლოდ ოცნების მხარდამჭერი, ეს ხო არა რეალური არანაირ კვლევას არ ეფუძნება. რა თქმა უნდა, ოპოზიციურად განწყობილი უფრო მეტია ამ ქვეყანაში ამორჩეველი, თუმცა ხელისუფლების გაყალბების მექანიზმის რუაჯობა ბევრად უფრო მეტი მხარდამჭერი გჭირდება. მათ შორის გჭირდება შენი ძალა გამოასხივო და დაარწმუნო, რომ ოცნების ხელისუფლება არის უკვე გატეხილი საჭით. აი შუა ზღვაში შტორმში ფაქტობრივად გემია სახელმწიფო სახით, რომელსაც საჭი არ აქვს. რეალობა ეგ არის. საით წაგვიღებს ეს გეოპოლიტიკური ქარიშხალი, რომელიც ბუნებრივი არის ეხლა რეგიონშიც და მსოფლიოშიც, კაცმა არ იცის და ასე დროს ჩვენ გვჭირდება სტაბილური ხელისუფლება, რომელიც დასავლეთს და მეგობრებს კი არ აგინებს და რაღაცა კონფრონტაციის გზით კი არ მიდის მეგობრებთან და პირიქით სხვებთან მიმართებით დათბობის პოლიტიკა, არამედ გონიერი, სტაბილური, გაწონასწორებული პოლიტიკა აქვს. ამას ვთხოვთ ხო ჩვენ ხელისუფლებას, სხვა არაფერს არ ვთხოვთ. თუმცა გაჩნდა რაღაცნაირად ქართული ოცნების ლიდერების განცხადებების კვალდაკვალ, გაჩნდა რაღაცა თვითონ გააჩინეს სხვა შორის მოლოდინები, ვგულისხმობ რუბიოს და კობახიძის სატელეფონო ზარის შემდეგ, რომ შესაძლებელია საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის უფრო სწორედ ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები იგულისხმება ურთიერთობის გადატვირთვის კონკრეტული მაგალითები უკვე ახლო მომავალში აპრილის თვეშიც კი გამოჩნდეს. გაქვთ რაიმე კონკრეტული ასე ვთქვათ მოლოდინი, რა შეიძლება გულისხმობდეს ქართული ოცნება და რამდენად იქნება ეს რაღაცა ურთიერთობის გადატვირთვის პირველი ნაბიჯები. ანუ არ ვიცი ხა, რაც ყაველაშვილი ზარს ელოდება დონალდ ტრამპისგან, მას მერე ელოდება და ხა არ ვიცი ზუსტად ასეთი მოლოდინები აქვს თუ არა ხა კალაძეს ან პაპუაშვილს, როდესაც მსგავს განცხადებას აკეთებენ, მაგრამ რა თქმა უნდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც შეჩერდა ევროკავშირთან, თავიდან ბოლომდე არის პასუხისმგებლობა ოცნების ხელისუფლების. რომელიც რეჟიმად ჩამოყალიბდა საკუთარ მოქალაქეებს დევნის, ტროტუარებზე ახალგაზრდებს აკავებს, წარმოუდგენელ სიგიჟეში ამცხოვრებს, ქალებს იჭერს, პოლიტპატიმრებად აქცევს, ციხეში ამწყობს საუკეთესო ნაწილს ამ ქვეყნის. ამიტომ აი ამ მსახიობებს, ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რა ვიცი, სოციალური ფენა არ დარჩა, რომელსაც არ შეეხო მათი პოლიტიკა. ამიტომ ამ ფონზე, რომ თუ ადამიანის უფლებების ისინი პატივს არ ცემენ და შესაბამისი დღის წესრიგით არ იქნებიან წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, არანაირი მოლოდინი, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება შეერთებულ შტატებთან არ უნდა კონდეს რეალურად ხარისხი. მადლობა ბერდია სიჭინავას, პარტია გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოკლედ წინ პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო ორი თვე გველოდება, იმიტომ რომ სწორედ ამ ორი თვის განმავლობაში არის გამოცხადებული ეროვნული მობილიზაცია, რომელიც 4 ძირითადი ნაბიჯისგან შედგება და კულმინაციური თარიღი არის 26 მაისი, ოპოზიციური ალიანსი 26 მაისთან დაკავშირებით საკმაოდ დიდ მოლოდინებს აჩენს, რას ეფუძნება მათი ეს მოლოდინები, ნუსარ ტიკლაური კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, რომ არ დარჩეს აღქმა, რომ მე ხელოვნურად ვიღაცასთან ვაპირისპირებ. აღარ გკითხავთ, რას ფიქრობთ გახარიას პარტიის შეფასებაზე, რომ არ შეიძლება 26 მაისს რაღაცა
როდესაც ეროვნული დღესასწაულია პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით დაყოთ მოსახლეობა, უბრალოდ რაღაცნაირად რომ დაგვარწმუნოთ თქვენი სტრატეგიის, თქვენი გზის, თქვენი გადაწყვეტილების სისწორესა და ეფექტურობაში. ხო, დასაპირისპირებელი არაფერი არ არის ახლა. ისედაც ხართ დაპირისპირებული. ხო, ამ გამონათქვამთან, მარტივი ამბავი არის, რომ პოლიტიკაში ისევე როგორც ცხოვრებაში სიმბოლიზმს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ის დღეები, რომელზეც არის ლაპარაკი, რა დღესაც გამოვაცხადეთ ჩვენ ამ გეგმის შესახებ 31 მარტი იყო დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, წარუშლელი თარიღი საქართველოს ისტორიაში, ისევე როგორც 9 აპრილი არის 91 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე, ხოლო 26 მაისი არის 1918 წლის დამოუკიდებლობის დღე. განმარტებისათვის ვიტყვი მხოლოდ რომ 31 მარტსაც 91 წლის ეს დამოუკიდებლობა გამოცხადა 26 მაისის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველზე, რაც მაშინაც იყო მიჩნეული იმ დიდი ტრადიციის განგრძობითობის სიმბოლოდ. ხო და ამიტომ ახლა ასეთი არის გადაწყვეტილება. მე არ მგონია რომ სადმე იყოს პოლიტიკური ცხოვრება, სადაც სიმბოლოებს არ ქონდეთ მნიშვნელობა და ადამიანები არ იხსენებდნენ იმ დიდ პოლიტიკურ ლენდმარკებს, დიდ პოლიტიკურ ნიშანსვეტებს, რომელიც არის ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ თარიღთან მიმართებით არ აქვს მხოლოდ გახარიას პარტიას, აი გუშინ მკითხულობდი სხვა ოპოზიციონერების გამოხმაურებებს, ძირითადად სოციალურ ქსელებში, ისინი ამბობენ, რომ აი რაღაცა ერთ-იგივე წრეზე დადის ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მუდმივად ხდება რაღაცა თარიღის გამოკიდება, ამ თარიღზე აქციის დამთხოვა და შემდეგ თარიღიდან თარიღამდე მოკლედ აქციების გადადება. ება, მოდი ეს რაღაცა ტექნიცისტური გამონათქვამები დაუტოვოთ მათ გამომთქმელებს. მე გეტყვით რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მთავარი ეროვნული იმპულსი ახლა იმ ადამიანებისთვის, იმ პოლიტიკური ძალებისათვის, რომლებიც გამოვიდნენ აი ამ ინიციატივით, არის საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის და თავისუფლების გადარჩენა. იმ დროს, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს არჩევნების გაყალბება, ადამიანები არიან ციხეში, როდესაც იძარცვება უმოწყალოდ საქართველოს ლამის უკლებლივ ყველა მოქალაქე, ჩვენთვის სწორედ აი ეს გახლავთ მთავარი იმპულსი. ეხლა მათ შეუძლია დავა 31 მარტს უნდა გვეთქვა ამის შესახებ, 7-ში ჩაგვეტარებინა რომელიმე აქცია, თუ არ ვიცი და დაუსრულებლად შეუძლიათ ამაზე ლაპარაკი მომიტევონ, მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვა მიზნები და მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი გამონათქვამები გვესმის, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ალიანსის კარი არის ღია ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც აცნობიერებს ახლა უმძიმეს პოლიტიკურ კონტექსტს, რაც არის საქართველოში და ვისაც სურს ჩაერთოს იმ საქმეში, რასაც ქვია ქვეყნისათვის დამოუკიდებლობის მოტანა. ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი ხართ, ხო? იმისათვის, რომ კონკრეტულმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება გაერთიანდეს ამ ალიანსში და თქვენი გეგმის მიხედვით იმოქმედოს მომავალში, არ არის საკმარისი მხოლოდ აღიაროს ის, რომ ხელისუფლებაა შესაძლებელი, საკმარისია, რომ თქვენი ხედვის და გეგმის სისწორისა და ეფექტურობის დაიჯეროს. ხო, ამას ვამბობ, ანუ იმისათვის, როგორც ჩანს, ვერ არწმუნებთ თქვენი ნაბიჯების სისწორესა და შედეგიანობაში, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი ბოდიში და ბრიყვი უნდა იყო პოლიტიკოსი, რომ სწორი გზა არ აირჩიო, ხომ? წარმატების მომტანი გზა არ აირჩიო. ეხლა თქვენ დარწმუნება არის პოლიტიკოსის მთავარი ამოცანა თავის პოლიტიკური წამსში დაარწმუნოს მოქალაქეები, დაარწმუნოს პოლიტიკური პარტნიორები. ეს არის მართლა უმნიშვნელოვანესი ამბავი. თუმცა აქ არის ვითარება, როდესაც არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომელსაც მაგალითად ჩარშა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. რას ნიშნავდა მათი ეს ხედვა, რომ ბიძინა ივანიშვილს
აქვს რესურსი, როგორც ხელისუფლებას, რომ ჩაატაროს რაღაც ტიპის დემოკრატიასთან მიახლოებული არჩევნები. ნუ როგორი შედეგი დასრულდა ის არჩევნები, ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ეხლა ჩემი მიზანი არ გახლავთ რაღაცა კრიტიკული გამონათქვამები ამ პოლიტიკური პარტიების მიმართ. თქვენ რომ ნახოთ ალიანსის ხდომები, აი ერთ-ერთ ხდომაზე რომ შეიხედოთ, უბრალოდ ნახავთ როგორი კამათია, როგორი ასთა გასვლა გამოცვლა არის, როგორ შეიძლება შეიცვალოს რაღაც რაც გუშინ თითქოს და მისაღები იყო პოლიტიკურ პარტიათა უმეტესობისათვის. რატომ ამბობთ? ეს არის რაღაც ერთგვარი მრგვალი მაგიდა, სადაც ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ყველას აქვს დარწმუნების უფლება და თუ რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია შემოუერთდება აი ამ მრგვალ მაგიდას, ცხადია რომ მასაც ექნება ასეთი შესაძლებლობები. ასე რომ კიდევ ერთხელ ბაბუკა კაციკაძე იყო და თუ ვინმე სურვილი აქვს შეუძლია რომ ხო იმისათვის რომ ხა მესმის რომ პოლემიკაა შეიძლება თქვან რომ რაღაცა პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობა საკუთარ პოლიტიკურ პარტიულ ცხოვრებაშიც უხვად აქვთ მაგრამ აი გეტყვით კონკრეტულ შეკითხვას რომელიც მამუკა კაციტაძემ თხოვა რომ აი თქვენთვის გადმომეცა ალიანსის წევრებისთვის რა არჩევნების გარდა ხელისუფლების დამარცხების რა გზა იცით კიდევ? ეთყობა ბატონი მამუკა არ აკვირდება საერთოდ პოლიტიკურ ცხოვრებას, იმიტომ რომ ალიანსი არაერთ გზის გამოთქმულა სწორედ ეს მოსაზრება, რომ არავინ არ თulis, რომ ხელისუფლების ცვლილების გზა არის რაიმე სახის ძალადობრივი მოქმედებები და არ ვიცი სხვა ტიპის ისეთი ნაბიჯები, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას შვიდობას ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არჩევნები არის ის გზა, რომლითაც ფორმირდება ხელისუფლება. საქმეც ეს არის, რომ არჩევნები აღარ არსებობს საქართველოში, არჩევნები ყალბდება საქართველოში და თუ რამის, აი თუ ქურდობაში შეიძლება უფრო საშინელი ქურდობა და უფრო ნაკლებად ისეთი გამოიყოს, ხო? ეს არის ადამიანის ხმების მოპარვა, რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს. ეს არის აი ვიღაცა შაქარს იპარავს და ვიღაცა იპარავს ადამიანის ხმებს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას პარავ მომავალს, თავისუფლებას, დემოკრატიას, სხვა ერთა შორის დადგომის შესაძლებლობას, ევროპული განვითარების გზას. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ფინალი არის სწორედ ეს, თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები და ყველა ის აქცია, რომელიც იმართება, რომელიც აქამდე იმართებოდა ამ 500 დღის განმავლობაში, რომელიც მომავალში ანუ თქვენც არჩევნებისთვის ემზადებით. არა, ჩვენ ვემზადებით თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისთვის. არა იმ არჩევნებისათვის, სადაც ბატონი მამუკას პარტია შევიდა და თავისი ამორჩევლების ნახევარზე მეტი დაკარგა. ამას ნიშნის მოგებით, ნამდვილად არ ვამბობ. ვინც არ უნდა შესულიყო, ისიც ასე იმასაც ასე მოექცეოდნენ. იმიტომ რომ ის რაც საქართველოში დღეს არის, სამწუხაროდ არ არის არჩევნები. უნდა მივახციოთ ასეთ არჩევნებს, როგორც მივახციეთ 90 წელს. ასეთი არჩევნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ერთადერთი გზით. ეხლა მამუკა კაციტაძის სახელით არ გელაპარაკებით, ეხლა ერთი რიგითი ამომრჩევლის სახელით გელაპარაკებით, ხო? ერთადერთი გზით არის შესაძლებელი ასეთი არჩევნების მიღწევა, თუ ამ არჩევნებს არ ჩაატარებს ქართული ოცნება. ასე წარმოგიდგენიათ მომავალი არჩევნები? არ წარმომიდგენია, ასე ყოფილა შემთხვევები, როდესაც დიქტატორულ რეჟიმებში იმის და კვალად თუ როგორი არის საზოგადოების გამოსვლების მასშტაბურობა, თუ როგორი არის საერთაშორისო ზეწოლა, საბოლოო ჯამში მიღებულა ისეთი გადაწყვეტილებები, რომლის ძალითაც ხალხის არჩევანი ყოფილა გათვალისწინებული. კომუნისტური პარტიის მაგალითი არის კარგი მაგალითი, იმიტომ რომ კომუნისტურმა პარტიამ ისეთი ზეწოლა იყო 9 აპრილის შემდეგ, ისეთი გამოსვლები იყო ხალხის, რომ აიძულა, რომ ეს არჩევნები ჩატარებულიყო სამართლიანად. ამიტომ ჩვენთვის ეს არის გრძელი გზა, მძიმე გზა, დამღლელი გზა, ამაში ყველას ვეთანხმები, მაგალითად ვინც ამბობს, რომ აი ხო იყო 100,000 კაცი გამოსული, მერე რა მოხდა. ცხადია რომ ეს ნიჰილიზმის თესვას ხელისუფლებას უწყობს ხელს, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები საერთაშორისო ორგანიზაციების, ცივილიზებული საზოგადოების მობილიზების კუთხით. ანუ ისე მოლოდინებს ეფუძნება, ასე ვთქვათ, თქვენი არ არის ეს მოლოდინები. ხო, ხედავთ სანქციებს. ბრიტანეთი, რომელიც არის მსოფლიოში დემოკრატიის ერთ-ერთი აკვანი, ხო? ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპული საზოგადოება, ყველა უკვე აცნობიერებს იმ გარემოებას, რომ ქართული ხალხი არ ეგუება გაყალბებული არჩევნების შედეგებს, რომ ლეგიტიმაცია არ აქვს
ხელისუფლებას. მთელი პრობლემა ქართული ოცნების სხვა არაფერი არ არის ამაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ლეგიტიმაციის პრობლემა. არ მოხდა აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, მათ რომ მეგონათ, რომ ქართული ხალხი გატყდებოდა დაყრიდა ფარხმალს, ეს ასე არ მოხდა და აი ამას მოყვა, ხო? ეხლა რასაც ხედავთ, გნებავთ მოსკოვის მექანიზმი. ხო, მაგრამ იგივე მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორის განცხადებას ვკითხულობდი დღეს და ჰააგის სასამართლოს მიერ გამოძიების ინიციირება ძალიან რთული პროცესია, ამავე დროს უნდა გავმიჩნიოთ ხელისუფლების მკაცრი რიტორიკა და პრობლემის მოსაგვარებლად მისი რეალური მცდელობები პროგრესის შესაძლებელია. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორის კი პროგრესზე საუბრობს. ჩვენც ეს გვინდა, რომ ხელისუფლებაში არსებობდეს პროგრესი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ თქვენ დაინახოთ ხელისუფლების ქმედებებში პროგრესი. ეს უნდა მოხდეს 26 მაისამდე და თუ დაინახავთ ამ პროგრესს ამ აქციის ორგანიზებაზე, ასე ვთქვათ, ვერ დავაწესებთ, ეს არის ქართული ოცნების გადაწყვეტილებები. ხო, მე არ შემიძლია თქვა, რა კონკრეტული თარიღი იქნება ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებული, ხო? რა უნდა გააკეთოს ეს მითხარი? ეს უნდა იყოს პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება. ასობით ადამიანი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, უამრავი ათასობით ადამიანს აქვს ჯარიმა დაკისრებული, მიღებული არის ანტიდემოკრატიული რუსული კანონები, უნდა მოხდეს პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, ამ რუსული კანონების უკან წაღება, როგორც ერთხელ წაიღო ქართულმა ოცნებამ ეს უსამართლო კანონები, უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, რეაბილიტაცია ყველა იმ ადამიანის, რომელიც უსამართლოდ იქნა დაჯარიმებული, მაგალითად ტროტუარზე დგომისათვის და უნდა შეიქმნას წინაპირობები თავისუფალი დემოკრატიული არჩევნებისათვის. ამდენ რამოს გააკეთებს ხელისუფლებას ვინ შეცვლის? იცით რა არის, ხანდახან ადარებენ ხოლმე გამიგონია, რომ აი ბელორუსიაში გაუშვა ლუკაშენკომ ვიღაცები და ხო ხედავთ დაუსტაბილურდა ურთიერთობა იმასთან. ვენესუელაში რაღაცას მოხდა. საქართველოს შედარება, ეს ანალოგიები ყოველთვის ცოდავენ, იცით? იმიტომ რომ როგორც ვენესუელაში, ისევე კუბაში, ისევე ბელორუსიაში ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში სულ იყო დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც არც ევროპული მისწრაფებები ქონია, არც დემოკრატიის გაუმჯობესების მისწრაფებები ქონია და არაფერი. ამიტომ იქ სტანდარტი არის სრულიად სხვა. ხოლო ჩვენ საქართველოში ევროპის კართან ვიყავით მისულები და ეს კარი დახურა ივანიშვილმა. ამიტომ არის აქ სხვა აქაური სტანდარტი საქართველოს მოქალაქის, ქვეყნის არის გაცილებით უფრო მაღალი. ამიტომ თუ ვინმეს უნდა რომ აი ამ თანხმობისკენ გადადგას ნაბიჯი, ეს ნაბიჯებიც უნდა გადადგას. სხვა შორის აი ხლა ხშირად ლაპარაკობენ ხოლმე იმ უამრავ ადამიანზე, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის დღეს გამოვიდა. და ბევრი რა თქმა უნდა ამას უკავშირებენ და მეც უკავშირებ იმ როლს, რომელიც ილია მეორეს ჰქონდა ქვეყნის სასულიერო და გნებავთ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ იქ მე კიდევ სხვა რამე დავინახე. ეს იყო უამრავი ქართველი ადამიანის სურვილი, რომ სამართლიანი თანხმობა იყოს ქართულ ხალხს შორის. იმიტომ რომ იქ იყვნენ ყველანაირი ადამიანი, ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების ადამიანები და თითქოს აი მათ თავიანთი აი ამ დიდი ერთობით გვიჩვენეს მაგალითი იმისა პოლიტიკოსებსაც და ყველასაც, რომ უნდა მოხდეს ძირითად საკითხებზე შეთანხმება. სხვანაირად არ გამოვა, თუ ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობ და თქვენ ავტომატით გახართ ფეხბურთის მოედანზე და თუ გოლს ვიტან ამ დროს მესურით იმას სვამ ციხეში ცემატყეპას აჩაღებთ. შეთანხმება ქართულ ოცნებასთან? საერთოდ პოლიტიკურ ძალებს შორის უნდა მოხდეს შეთანხმება. მე ძალიან დიდი, მათ შორის რა თქმა უნდა იყოს ხელისუფლება. სხვანაირად ვერაფერი ვერ მოხდება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ აი ეს ჩართულობა, რომელიც ეხლა იზრდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მათ შორის შეიძლება დიდად წაადგეს იმ პოლიტიკურ პროცესების აქტივაციას უკვე აი ამ გაზაფხულზე. შეუძლებელია აი ხო ნახეთ დეპარტამენტის განცხადებები ხო გახსოვთ? დეპარტამენტი ამბობდა ქართულმა ოცნებამ იცის იმ ნაბიჯების შესახებ, რაც მან უნდა გადადგას, თუ კი მას სურს რომ აღდგეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობები. პრაქტიკულად იგივე შინაარსის არის ევროპის ყველა ქვეყნის განცხადებები. აი ახლა აი ამ ჩართულობის შემდეგ მე მოველი და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გაცნობიერება მოხდეს, რომ იქ საითაც ქართული ოცნება მის ეს არის გზა არსაით.
წეგან თქვი დიდი ბრიტანეთის შესახებ, მაგრამ გუში ხო შვეიცარიაც იყო. სოფლიოში აი ნეიტრალიტეტის სიმბოლო ამავე გაზაფხულზე. აი რო გკითხოთ მე რა არის რომელი ქვეყანა ნეიტრალიტეტის სიმბოლო, ყველა მეტყვის რომ ეს არის შვეიცარია. ახლა უკვე ეს ქვეყანა გამოდის და ამბობს რომ შეუძლებელი არის სრულფასოვანი ურთიერთობები ქართულ ოცნებასთან. იქ ევროსაბჭოს საპარლამენტო კომისია, იქ ეს მოსკოვის მექანიზმია, სხვა შორის რომლის წარმომადგენელი ქალბატონი უკვე გამოაცხადეს ლამის ქვეყნის ტრად და რა ვიცი შეტევები არის მასზე. ან კულმინაციურ მომენტს ელოდებით და ეს ყველა წინაპირობა სწორედ ამაში ქართული ხალხის მონაწილეობას, ქართული საზოგადოების მონაწილეობას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ დიდი შეჯახებები კი არის ერთი ცნობილი გამონათქვამი, ვიღაცას ენატრება დიდი შეჯახებები და ჩვენ კი გსურს დიდი საქართველო. ხო, აი ესეთი ამბავი არის აქ და რომ გააცნობიეროს ხელისუფლებამაც, იქ ყოფებმაც, სხვამაც, ყველამ, რომ არ მოხდება, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, ამბობენ ის ჩვენი ახალგაზრდები უკვე მე-5-ზე დღე არის, ხო? აი ეს უნდა მოხდეს და თუ კვლავ გაგრძელდება ის, რომ სარკის მსხრევას დავიწყებთ ჩვენ იმის გამო, რომ იქ ჩვენი გამოსახულება არ მოგწონს, ეს არავითარ შედეგამდე არავის არ მიიყვანს, როგორც არ მიუყვანია. ხო ხედავთ რა ხდება, ხო? ბოდიშვიხტი ახლა ამ სიტყვაზე, მაგრამ ლპობა მიმდინარეობს მთელი ხელისუფლების. გუშინ დააკავეს მაგალითად, ესეც ოპოზიციის ნათქვამი ხო არ არის. გუშინ დააკავეს ადამიანები, რომლებიც ძარცვავდნენ პენსიონერებს, უქონელებს, უპოვარეს, სოციალურად დაუცველებს. ცოტა ხნით ადრე დააკავეს ადამიანები, ვინ ძარცვავდა პატარა ბავშვებს, მათთვის გამოყოფილ ულუფები მიქონდათ სახლში. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი არის ციხეში. და ციხეშია იმიტომ, რომ ძარცვავდნენ თურმე ქართულ ჯარისკაცს. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასევე არის ციხეში და იმიტომ, რომ როგორც საბრალდებო დასკვნები ამბობენ, მის სახლში იყო მილიონობით დოლარი და სხვა რამ. კიდე სხვა მინისტრიც არის დაკავებული აი ამ ოქროს ზოდებისათვის სახლში. ეს ამას ბოლო არ აქვს. არავითარ შემთხვევაში არ მოხდება განმუხტვა, თუ კი არ გადაიდგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც მოაწესრიგებს ამ ურთიერთობებს პოლიტიკურ ძალებს შორის. შესაძლებელია ამერიკაში ვიზიტიც აღარ გახდეს საჭირო ოპოზიციური ალიანსის მხრიდან, იმიტომ როგორც ვიცით, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო საერთაშორისო პარტნიორებისთვის ქართული ოცნების დამარცხების გეგმის გაცნობა. არა, ვიზიტების წინ რა უდგას, ხო, ჩვენ რომ იმ ვიზიტებით რო ჩავდივართ, ვესაუბრებით იმ მდგომარეობაზე, როგორც ახლა ჩვენ საუბრობთ, რომელიც არის საქართველოს და მათ კიდევ უკეთ იციან აქ რა ვითარებაც არის. ხედავენ, აი ერთი მხრივ არის ხელისუფლების რიტორიკა, გეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ პატრიოტები, ჩვენ ვართ ყველაზე უფრო ქრისტიანები, რა ვიცი, 1000 რამეს თავის თავზე. თუ ქრისტიანი ხარ, თუ პატრიოტი ხარ, თუ შენი ქვეყნის ბედი გაწუხებს, ხანდაზმულებს რატო ძარცვა? ბავშვებს რატო ძარცვა? ჯარისკაცს რატო ძარცვა, რომელიც საქართველოს იცავს და რომელიც ყველაზე უფრო ცხელხაზი არის, ხო, ჩვენი ქვეყნის დაცვის ამ ოკუპირებულ ქვეყანაში. სახში რატო გაქვს ეს მილიონობით ფული? აი ეს არის ის კითხვები, რომელიც თვითონ ქართულმა ოცნებამ გამოავლინა ეხლა. ეს უბრალოდ ბრალდებები ჰაიღარად ხო არ არის? თვითონ დაადასტურეს, რომ მიმდინარეობს აი ესეთი უმასშტაბურესი ძარცვა ქართველი ადამიანების და უნდა შეცვალონ, ქალბატონებმა უნდა შეცვალონ დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქის მიმართ. ერთი ამბავი არის, აი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრი ხალხი იყო ძალიან დასახიჩრებული. და მოსკოვის, ლენინგრადის ქუჩებში თურმე ეს ხალხი საგორავები და იმით დადიოდა და აღარ მოეწონა ქვეყნის მმართველ კლასს და გადაწყვიტეს, რომ მთლიანად ესენი გაესახლებინათ, იმიტომ რომ რაღაც თვალში არ მოხვდათ კარგად. აი ომში რო კაცმა ხელი დაკარგა, ფეხი დაკარგა და ამ შემდეგ აი ეს ხალხი გაასახლეს იქიდან, იმიტომ რომ ეს იყო სტალინის დიქტატორული რეჟიმი. აი ზუსტად ასე ამათ ქართულ ოცნებას ეხლა აღარ მოსწონთ ქართველი ხალხი, იმიტომ რომ დავიღალეთ კიდევაც ამ ბრძოლაში, ბევრმა ადამიანმა ჯანმრთელობა დაკარგა, ბევრი და ახლა უნდათ რომ ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან გაასახლონ ყველა, ვინც სიმართლეს ამბობს. აქ იმაზე კი არ არის ალიანს უჭერს ვინმე მხარს კოალიციას ცვლილებებისათვის თუ თქვენ წეღანდელ სტუმარს, თუ ან კიდევ ლელოს, ან სხვა რომელიმე პარტიას. აქ ამაზე არ არის, აქ არის კონფლიქტი საქართველოს მოქალაქესა და ხელისუფალს შორის. აი ეს არის ყველაზე უფრო
მძიმე და ეს არის მართლაც ანიდა ჰოე იმ დრამატული ვითარებისა, რომელიც შექმნილია საქართველოში. მადლობა ბატონო ნუგზარ გადაცემაში მონაწილეობისთვის, კოალიციას ცვლილებებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ნუგზარ წეკლაუშვილს სულ ეს იყო ამ დროისთვის. ბედნიერი უქმები მინდა გისურვოთ და ორ შაბათამდე დაგემშვიდობებით დროებით.